ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი პატარა უფლისწული თარგმნა მონაზონმა რაქილმა გამოყენებულია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნახატები ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ლეონ ვერცს პატიება მინდა ვთხოვო ბავშვებს ეს წიგნი ერთ მოზრდილ ადამიანს რომ მივუძღვენი თავს ამით გავიმართლებ ეს მოზრდილი ადამიანი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამ ქვეყნად სხვა გასამართლებელიც მაქვს მას ყველაფრის გაგება ძალუძს დედამიწის ზურგზე საბავშვო წიგნებისაც კი და კიდევ ის საფრანგეთში ცხოვრობს სადაც მას შია და სცივა და ძლიერ სჭირდება ნუგეში თუ კი ყოველივე ეს არ მომართლებს ამ წიგნს მივუძღვნი იმ ბიჭუნას ერთ დროს ეს მოზრდილი ადამიანი რომ იყო ყველა უფროსი თავის დროზე ხომ ბავშვი იყო ცოტა მათგანს თუ ახსოვს ეს ასე რომ ვასწორებ მიძღვნას ლეონ ვერცს როცა ის პატარა ბიჭი იყო ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი 1944 წელი თავი პირველი ერთხელ 6 წლისა რომ ვიყავი საოცარი სურათი ვნახე წიგნში რომელსაც მართალი ისტორიები ერქვა მასში მოთხრობილი იყო უღრანი ტყეების შესახებ სურათზე უზარმაზარი გველი მახრჩობელა ტაცებელ ცხოველს ყლაპავდა წიგნში ეწერა მახრჩობელა თავის მსხვერპლს მთლიანად ყლაპავს და უღეჭავად ამის შემდეგ იგი ვეღარ იწვრის ადგილიდან და სძინავს ზედიზედ 9 წელი მანამ სანამ საკვებს არ მოინელებს მე ბევრს ვფიქრობდი ხიფათით ახსავსე ჯუნგლების ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრებით დავხატე ჩემი პირველი სურათი ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1 იგი ასე გამოიყურებოდა ჩემი შედევრი უფროსებს ვაჩვენე და ვკითხე ხომ არ გეშინიათ მეთქი განა ქუდი საშიშია გაუკვირდათ მათ რა თქმა უნდა ეს არ იყო ქუდი ეს იყო მახრჩობელა რომელმაც სპილო გადაყლაპა მაშინ მე დავხატე მახრჩობელა შიგნიდან რათა უფროსებისათვის უფრო გასაგები ყოფილიყო მათ ხომ ყოველთვის ყველაფერი უნდა აუხსნა ეს არის ჩემი ნახატი ნომერი 2 უფროსებმა მირჩიეს თავი დამენებებინა გველების ხატვისათვის როგორც შიგნიდან ისე გარედან და მეტი ინტერესი გამომეჩინა გეოგრაფიის ისტორიის არითმეტიკისა და მართლწერის მიმართ აი ამგვარად ვთქვი 6 წლის ამ უარი ხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატების მარცხის გამო ნირი წამიხდა უფროსებს არასოდეს არაფერი ესმით თავისით ბავშვები კი იქანცებიან მათთვის გაუთავებლად ყველაფრის ახსნა განმარტებით ასე რომ იძულებული შევიქენი სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავი გავხდი თითქმის მთელი მსოფლიო მოვიფრინე და გეოგრაფია სიმართლე რომ თქვა ძალიან გამომადგა ერთი შეხედვით ვარჩევდი ჩინეთს არიზონისაგან ეს ძალიან სასარგებლოა თუ კი ღამით გზა აგებნება ცხოვრებაში უამრავ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ დიდხანს ვცხოვრობდი მოზრდილთა შორის მე მათ სულ ახლოდან ვუცქერდი მაგრამ ამან გამოგიტყდებით ბევრი ვერაფერი შესძინა მათ ჩემს თვალში როცა ვხვდებოდი მოზრდილს რომელიც მე სხვებზე გონიერი მეჩვენებოდა ვაჩვენებდი ჩემს ნახატს ნომერ 1-ს რომელიც შევინახე და მუდამ თან ვატარებდი მაინტერესებდა ამ ადამიანს მართლაც ესმოდა თუ არა რაიმე მაგრამ ყველა მათგანი პასუხობდა ეს ქუდია და მე უკვე აღარ ველაპარაკებოდი მათ აღარც მახრჩობელებზე აღარც უღრან ტყეებზე აღარც ვარსკვლავებზე მე ვერ გებოდი მათ წარმოდგენებს და ვესაუბრებოდი ბრიჯისა და გოლფის პოლიტიკისა და ჰალსტუხების შესახებ და უფროსები ძალიან კმაყოფილები იყვნენ რომ ასეთი კეთილგონიერი ახალგაზრდა გაიცნეს თავი მეორე ასე ვცხოვრობდი ჩემთვის და გული ვერავისათვის გადამეშალა ვიდრე ერთხელ 6 წლის წინ იძულებული არ გავხდი საჰარის უდაბნოში დავმჯდარიყავი ჩემს თვითფრინავს ძრავა გაუფუჭდა თან არც მექანიკოსი მახლდა
არც მგზავრები და გადავწყვიტე თავად მეცადა შეკეთება. თუმცა ეს იოლი როდი გახლდათ. სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იყო. ან ძრავა უნდა შემეკეთებინა, ან უნდა დაღუპულიყავი, რადგან სასმელი წყალი ერთ კვირას თუ გამწვდებოდა. პირველ საღამოს ქვიშაზე მეძინა უდაბნოში, სადაც 1000 მილზე კაცის ჭაჭანება არ იყო. თავს იმ მეზღვაურზე ეულად ვგრძნობდი. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ფიცარს რომ შერჩენია და წარმოიდგინეთ, ჩემი გაოცება, როცა დილით ვიღაცის უცნაურმა წვრილმა ხმამ გამაღვიძა. მან თქვა: "გეთაყვა, დამიხატე ბატკანი." "ჰა?" "დამიხატე ბატკანი." ელდანაკრავივით წამოვხდი. თვალები მოვიფშვნიდე. ირგვლივ მიმოვიხედე და რას ვხედავ? დგას ვიღაც არაჩვეულებრივი ციცკნა კაცუნა და სერიოზულად მათვალიერებს. აი მისი საუკეთესო პორტრეტი, რომლის დახატვაც მოგვიანებით შევძელი. თუმცა მინდა გითხრათ, ჩემი ნახატი სულაც ვერ გადმოსცემს მის მომხიბვლელობას. ეს ჩემი ბრალი როდია. 6 წლისა ვიყავი, უფროსებმა რომ ჩამაგონეს შენგან მხატვარი, არ დადგებაო. ამიტომაც ვერაფრის ხატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელასი, გარედან და შიგნიდან. ხო და ვიდექი ასე გაოცებული და შევცქეროდი ამ არაჩვეულებრივ მოვლენას. არ დაგავიწყდეთ, რომ დასახლებული ადგილებიდან 1000 მილზე ვიმყოფებოდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პაწიას შემხედვარე კაცი ვერ იფიქრებდა, რომ მას გზააბნეოდა, ან უსაშველოდ დაღლილიყო, ან კიდევ შიმშილისა და წყურვილისაგან იტანჯებოდა, ან და შიშისაგან გული უსკდებოდა. სულაც არ ჰქონდა უდაბნოში დაკარგული ბავშვის იერი. როგორც იქნა მეტყველების უნარი დამიბრუნდა და ვკითხე. კი, მაგრამ აქ რას აკეთებ? და მან ისევ მთხოვა წყნარად და ძალიან სერიოზულად. გეთაყვა, დამიხატე ბატკანი. ეს ყველაფერი ისეთი იდუმალი და მიუწვდომელი იყო, რომ უარის თქმა ვერ გავბედე. თუმცა კი აბსურდი იყო აქ უდაბნოში, სიკვდილიდან ერთ ნაბიჯში ამის გაკეთება. მე მაინც ამოვიღე ჯიბიდან ფურცელი და კალამი და მაშინვე გამახსენდა, რომ უფრო გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და მართლწერას ვსწავლობდი და ციცკნას ვუთხარი, ცოტათი გაბრაზებულმაც კი, რომ მე ხატვა არ ვიცი. მან მიპასუხა: არა უშავს, დამიხატე ბატკანი. და რადგან ცხვარი არასოდეს დამეხატა, ის დავხატე, რაც ვიცოდი, მახრჩობელა გარედან და გავოცდი, როცა ბიჭუნამ უკმაყოფილოდ წამოიძახა. არა, მე არ მინდა სპილო მახრჩობელაში. მახრჩობელა მეტად სახიფათოა, სპილო კი მეტისმეტად დიდი. ჩემთან ყველაფერი ძალიან პატარაა. მე ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი. და მეც დავხატე. მან ყურადღებით დახედა ჩემს ნახატს და თქვა: არა, ეს ბატკანი მეტისმეტად მჭლია. დამიხატე სხვა. რას ვიზამდი? დავხატე. ჩემმა მეგობარმა თავაზიანად მოწყალეთ გამიღიმა. თვითონაც ხომ ხედავ, თქვა მან, ეს ბატკანი კი არა ცხვარია, მას რქები აქვს. მე ისევ დავხატე სხვანაირად, მაგრამ მან ეს ნახატიც დამიწუნა. ეს ძალიან ბებერია, მე ისეთი ბატკანი მინდა, დიდხანს რომ იცოცხლოს. აქ კი მოთმინება დავკარგე, მე ხომ სასწრაფოდ ძრავა უნდა დამეშალა, და აი რა დავჩხაპნე. თანაც ავუხსენი, აი შენ, ყუთი, შიკი, ბატკანიზის. და როგორ გავოცდი, როცა ჩემს ნორჩ მსაჯულს სახე გაუბრწყინდა. აი სწორედ ასეთი მინდოდა, როგორ ფიქრობ, ბევრ ბალახს ჭამს? რატომ მეკითხები? ჩემთან ხომ ყველაფერი ძალიან ცოტაა. მას ეყოფა, მე სულ პაწაწინა ბატკანი მოგეცი. მან თავი დახარა და ნახატი დაათვალიერა. არც ისე პატარა. შეხედე, ჩემმა ბატკანმა დაიძინა. ასე გავიცანი პატარა უფლისწული. თავი მესამე. კარგახანი გავიდა, ვიდრე შევიტყობდი, თუ საიდან გაჩნდა აქ. პატარა უფლისწული თავად რომ კითხვებით ამავსო, ჩემს შეკითხვებს ყურადღებას არ აქცევდა.
თითქოს არც ესმისო. მხოლოდ ნელ-ნელა სხვათა შორის წამოსროლილი სიტყვებიდან შევიტყვე ყოველი. ასე რომ მან პირველად ნახა ჩემი თვითმფრინავი. თვითმფრინავის ხატვას არ შევუდგები, მაინც არ გამომივა. კითხა: ეს რაღაცა? ეს თვითმფრინავია. ჩემი თვითმფრინავი ის დაფრინავს. და მე თავმომწონეთ ავუხსენი, რომ ფრენა შემიძლია. მაშინ პაციამ წამოიძახა. როგორ? ციდან ჩამოვარდი? დიახ, ვუპასუხე მოკრძალებულად. რა მაგარია! და პატარა უფლისწულმა წკრიალა ხმით გაიცინა. ისე რომ გული მომივიდა, არ მომწონს ჩემს გასაჭირს არასერიოზულად რომ ეკიდებიან. შემდეგ მან დასძინა. მაშ შენც ციდან მოსულ ხარ, კი მაგრამ რომელი პლანეტიდან? იმ წამს თითქოს სუსტი სხივი გაკრთა მისი აქ გამოჩენის საიდუმლოებაში და მე ჯიქურ ვკითხე. შენ რა, აქ სხვა პლანეტიდან მოხვდი? მაგრამ მან არ მიპასუხა, მან წყნარად გაიქნია თავი და თვითმფრინავის დათვალიერება განაგრძო. ისე ამით შორიდან ვერ მოფრინდებოდი და დიდი ხნით ჩაფიქრდა რაღაცაზე. შემდეგ ჯიბიდან ბატკანი ამოიღო და ამ საუნჯის ჭვრეტაში დაინთქა. წარმოიდგინეთ, სხვა პლანეტის შესახებ ამ გაკვირით ნათქვამმა როგორი ცნობის მოყვარეობა დაანთო ჩემს გულში და შევეცადე მეტი შემეტყო. საიდან ჩამოფრინდი, პატარავ? სად არის შენი სახლი? სად უნდა წაიყვანო შენი ბატკანი? ის ჩაფიქრებული დუმდა. მერე კი თქვა: ძალიან კარგია ყუთი რომ მომეცი. ღამღამობით ბატკანს სახლის მაგივრობას გაუწევს. რა თქმა უნდა, თუ კარგი ბიჭი იქნები, თოქს მოგცემ, დღისით რომ დააბა და პალოსაც. პატარა უფლისწული გაოცდა. დავაბა? რა სასაცილო აზრია? თუ არ დააბამ, ვინ იცის საით წაბაკუნდება და დაიკარგება. ჩემმა მეგობარმა ისევ მხიარულად გადაიკისკისა. კი მაგრამ სად უნდა წავიდეს? ღმერთმა უწყის, საითაც მოეპრიანება. მაშინ პატარა უფლისწულმა სერიოზულად შენიშნა. ეგ არაფერია, მე ხომ იქ ძალიან ცოტა ადგილი მაქვს და თითქოს მსუბუქი სევდით დასძინა. თუ იქით გასწევ, საითაც მოგეპრიანება, შორს ვერ წახვალ. თავი მეოთხე. ასე შევიტყვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. მისი მშობლიური პლანეტა ზომით ოდნავ თუ აღემატებოდა ჩვეულებრივ სახლს. თუმცა ეს სულაც არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ ისეთი დიდი პლანეტების გარდა, როგორებიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი, ვენერა, კიდევ არსებობს ასეული სხვა, რომელთაც სახელიც კი არ ქვია და მათ შორის ისეთი პატარებიც, რომელთა გარჩევა ტელესკოპშიც კი მეტად ჭირს. როცა ასტრონომი ასეთ პატარა პლანეტას აღმოაჩენს, ის სახელს კი არ არქმევს მას, არამედ მხოლოდ ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, ასტეროიდი 3251. მე სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ პატარა უფლისწული ჩამოფრინდა პლანეტიდან, რომლის სახელწოდებაცაა ასტეროიდი B612. ეს ასტეროიდი ერთადერთხელ 1909 წელს შენიშნა ტელესკოპში ერთმა თურქმა ასტრონომმა. მან თავისი არაჩვეულებრივი აღმოჩენის შესახებ ასტრონომთა საერთაშორისო კონგრესს მოახსენა, მაგრამ მისი აღმოჩენა აინუნშიც არ ჩააგდეს და ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ იგი თურქულად გახლდათ ჩაცმული. აი რა ხალხია ეს უფროსები. ასტეროიდი B612-ის იღბლად თურქეთის მმართველმა თავის ქვეშევრდომებს სიკვდილის მუქარით უბრძანა ევროპული სამოსის ტარება. 1920 წელს იმ თურქმა ასტრონომმა ისევ მოახსენა თავისი აღმოჩენის შესახებ. ამჯერად იგი უკანასკნელი მოდის მიხედვით გახლდათ ჩაცმული და მას ყველა დაეთანხმა. მხოლოდ უფროსების გამო გიამბეთ ასე დაწვრილებით ასტეროიდი B612-ის შესახებ და მისი ნომერიც კი შეგატყობინეთ, რადგან უფროსებს ძალიან უყვართ ციფრები,
როცა მათ უყვები, რომ ახალი მეგობარი გყავს, ისინი არასოდეს კითხავენ იმას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. როგორი ხმა აქვს, რომელი თამაში უყვარს, პეპლებს თუ იჭერს. ისინი გეკითხებიან, რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენ სიწონის, რა ხელფასი აქვს მამამის და დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი შეიტყვეს მის შესახებ. როცა უფროსებს ეუბნები, ვარდისფერი აგურის ლამაზი სახლი ვნახე, მის ფანჯრებში ბალბა ყვავის, სახურავზე კი მტრედები დაფართხალებენ, ისინი ვერაფრით წარმოიდგენენ ამ სახლს. მათ უნდა უთხრა, 100,000 ფრანკიანი სახლი ვნახე და მაშინ ისინი აღტაცებით შესძახებენ, რა მშვენიერია. იგივე მოხდება თუ მათ ეტყვი, პატარა უფლისწული მართლაც არსებობდა, რადგან იგი იყო მომხიბვლელი, იცინოდა, ბატკანი სჭირდებოდა, ხოლო ის, ვისაც ბატკანი სჭირდება, ნამდვილად არსებობს. მაგრამ რა აზრი აქვს ამის თქმას? ისინი მხოლოდ მხრებს აიჩეჩავენ და ისე შემოგხედავენ, როგორც უგუნურ ბალახს. მაგრამ თუ იტყვი, ის მოფრინდა პლანეტიდან, რომლის სახელწოდებაცაა ასტეროიდი B612, ეს მათ დაარწმუნებს და გამოკითხვით თავს აღარ შეგაწყენენ. ასეთი ხალხია ეს უფროსები. არ ღირს მათზე გაბრაზება, ბავშვები ძალიან გულმოწყალენი უნდა იყვნენ მათ მიმართ. მაგრამ ჩვენ, ვისაც ცხოვრების ავკარგი გაგვეგება, რაღა თქმა უნდა არაფრად ვაგდებთ ციფრებს. მე სიამოვნებით დავიწყებდი ამ ამბის თხრობას ისე, როგორც ჯადოსნური ზღაპრები იწყება ხოლმე. აი ასე. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა პლანეტაზე, რომელიც სიდიდით ოდნავ თუ აღემატებოდა თავად მას და მას ძალიან აკლდა მეგობარი. ის ადამიანები, ვისაც ცხოვრების ავკარგი ესმის, მიხვდებოდნენ, რომ ამაში გაცილებით მეტი სიმართლეა. სულაც არ მინდა, რომ ჩემი წიგნი მხოლოდ თავშესაქცევად იკითხონ. გული მტკივნეულად მეკუმშება, როცა ჩემს პატარა მეგობარს ვიხსენებ. ჩემთვის იოლიროდია მასზე ლაპარაკი. აგერ უკვე 6 წელია, რაც ჩემმა მეგობარმა ბატკანთან ერთად მიმატოვა და მე ვცდილობ მის შესახებ გიამბოთ, რათა არ დავივიწყოთ იგი. სევდის მომგვრელია, როცა მეგობრებს ივიწყებენ, ყველას როდი ყოლია მეგობარი და მე მეშინია უფროსებს არ დავემსგავსო, ციფრების გარდა არაფერი რომ არ აინტერესებთ. ამიტომაც ვიყიდე საღებავები და ფერადი ფანქრები. ადვილი ნუ გეგონებათ ჩემს სასაკში ხატვის დაწყება. თუ კი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მახრჩობელა გყავს დახატული გარედან და შიგნიდან და ისიც 6 წლის ასაკში. რა თქმა უნდა ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთ გადმოვცემ მსგავსება. მაგრამ სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამომივა. ერთი პორტრეტი უკეთესი გამოდის, მერე კი სულაც არ გავს. სიმაღლეც ვერაფრით გადმომიცია სწორად. ერთ ნახატზე უფლისწული მეტისმეტად გრძელია, მეორეზე მეტისმეტად პატარა. თანაც ცუდად მახსოვს, რა ფერის იყო მისი სამოსი. ვცდილობ ასეც დავხატო, ისეც, რის ვაივაგლახით. და ბოლოს, შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვან დეტალშიც ვწდებოდე, მაგრამ თქვენ ნუ მომკითხავთ. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს მიხსნიდა. იქნებ მას ეგონა, რომ მეც მისნაირი ვარ, მაგრამ მე სამწუხაროდ არ ძალმიც ყუთში დამწყდეული ბატკნის დანახვა. იქნებ ცოტათი უფროსებს დავემსგავსე. თავი მეხუთე. ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგებდი მისი პლანეტის შესახებ. იმაზე თუ როგორ დატოვა მან იგი და როგორ მოგზაურობდა. ცოტ-ცოტას ყვებოდა ისიც მაშინ, როცა სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბებით გამოწვეული ტრაგედიის ამბავი. ამის მიზეზიც ბატკანი იყო. თითქოს უეცრად ორჭოფობამ შეიპყრო, პატარა უფლისწულმა იკითხა. მითხარი, ბატკნები ხომ მართლა ჭამენ ბუჩქებს? ჰო? რა კარგია. ვერ მივხვდი, რატომაა ეგზო მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკნები ბუჩქებს ჭამენ. მაგრამ პატარა უფლისწულმა განაგრძო. ესე იგი,
ბაობაბებსაც ჭამენ? მე მოვახსენე, რომ ბაობაბები ბუჩქები კი არა, უზარმაზარი ეკლესიის ხელა ხეებია და სპილოების მთელი ჯოგიც რომ მოიყვანო, ვერაფერს დააკლებ მათ. სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა. მათი ერთი მეორეზე შესმა მომიწევდა. შემდეგ კი ერთობ გონივრულად დასძინა. ვიდრე გაიზრდებიან, ბაობაბები სულ პატარები არიან ხოლმე. მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენი ბატკანი პატარა ბაობაბებს ჭამდეს? მაშ როგორ? ისე წამოიძახა, თითქოს საქმე სულ უბრალო, ცხად ამბებს ეხებოდა. მანამ ვიმტვრიე თავი, ვიდრე არ მივხვდი, თუ რას ეხებოდა საქმე. პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა სხვა პლანეტაზე, იზრდება როგორც კარგი, ისე სარეველა ბალახი. ხოდა არის იქ როგორც კარგი ბალახის კარგი თესლი, ისე სარეველა ბალახის ცუდი თესლი. მაგრამ თესლი ხომ უხილავია. იგი ხნულის სიღრმეში ძილს მისცემია მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს გაღვიძებას არ მოიწადინებს. მაშინ კი იწყებს ყლორტი გაღვივებას, ნელ-ნელა იმართება და მზისკენ მიიწევს, მშვენიერი და უწყინარი. თუ ეს მომავალი ბოლოკი ან ვარდის ბუჩქია, გაიზარდოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მაგრამ თუ ეს რომელიმე სარეველაა, როგორც კი იცნობ, მაშინმე უნდა ამოძირკვო. დაი, პატარა უფლისწულის პლანეტაზე არის საშინელი, მავნებელი თესლები. ეს ბაობაბის თესლებია. პლანეტის ნიადაგი მთლიანად ბაობაბის თესლებითაა გავსებული, ხოლო თუ დროზე არ გამოიცანი ბაობაბი, მერე თავიდან ვეღარ მოიცილებ. ის მთელ პლანეტას დაეუფლება და თავისი ფესვებით მთლიანად მოედება მას. ხოლო თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრია, ისინი გახლეჩენ და ნაკუწებად აქცევენ მას. არსებობს ასეთი მკაცრი წესი. მითხრა შემდეგ პატარა უფლისწულმა. დილით ადექი ადრე, პირი დაიბანე, მოწესრიგდი და მაშინვე შენი პლანეტაც მოაწესრიგე. აუცილებლად ყოველ დღე უნდა გამარგლო ბაობაბები, როგორც კი მათ განსხვავებას შეძლებს სხვა ბუჩქებისაგან. ახალგაზრდა ყლორტები მათ თითქმის ერთნაირი აქვთ, სულაც არ არის ძნელი სამუშაო, თუმცა კი მოსაბეზრებელია. ერთხელ მირჩია, მეცადა და დამეხატა ისეთი სურათი, რომ ჩვენმა ბავშვებმაც კარგად გაიგონეს. თუ ოდესმე მოგზაურობა მოუწევთ, თქვა მან, ძალიან გამოადგებათ, სხვა სამუშაო შეგიძლია გადადო კიდეც, არაფერი დაშავდება, მაგრამ თუ ბაობაბებს ნებაზე მიუშვებ, უბედურებას ვერ გაექცევი. ერთი პლანეტა ვიცი, მასზე უკნარა ცხოვრობდა, დროზე არ ამოძირკვა სამი ბუჩქი და პატარა უფლისწულმა ზედმიწევნით აღმიწერა, შემდეგ რაც მოხდა და მე დავხატე ეს პლანეტა. ჭკუის დარიგების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას გვიქადიან ბაობაბები. საფრთხე კი ასტეროიდის სტუმარს რომ ემუქრება, ძალიან დიდია. ამიტომაც ამჯერად გავბედე და ჩემს ჩვეულ თავშეკავებას ვუღალატე. ბავშვებო, ვამბობ მე, უფრთხილდით ბაობაბებს. მინდა გავაფრთხილო ჩემი მეგობრები იმ საფრთხის გამო, რომელიც უკვე დიდი ხანია მათ დარაჯობს. ისინი კი არაფერს ეჭვობენ, როგორც მე არ ვეჭვობდი უწინ. აი რატომ გავისარჯი ასე ამ სურათის ხატვისას, არ მენანება დახარჯული შრომა. შესაძლოა მკითხოთ, რატომ არის ჩემს წიგნში ბაობაბებიანი ნახატი ყველაზე შთამბეჭდავი? პასუხი ძალიან მარტივია. ბაობაბების ხატვისას ის აზრი შთამაგონებდა, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში კი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. თავი მეექვსე. ოჰ, პატარა უფლისწულო, ნელ-ნელა ისიც შევიდღე, რაოდენ ნაღვლიანი ყოფილა შენი ცხოვრება. აკი კარგახანს შენი ერთადერთი თავშესაქცევი მზის ჩასვლით ტკბობა იყო. ამის შესახებ მეოთხე დღეს გავიგე დილადრიან, როცა მითხარი. ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა. წამოვნახოთ როგორ ჩადის მზე. უნდა მოვიცადოთ. რას უნდა ველოდოთ? მზის ჩასვლას. თავიდან გავოცდი. მერე კი საკუთარ თავზე გაგეცინა და თქვი. თავი სულ სახლში მგონია.
მართლაც, ყველა მიცის, როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის და ადამიანს ერთ წუთში საფრანგეთში გადანაცვლება რომ შეეძლოს, დაისით დატკბებოდა. შენს პატარა პლანეტაზე კი საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და შენ ისევ და ისევ უცქერდი დაისიან ზეცას, ოღონდ კი გდომებოდა. ერთ დღეს 43-ჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას. მერე ცოტა შეყოვნდი და დასძინე. იცი, რა კარგია მზის ჩასვლის ცქერა, როცა ნაღვლიანი ხარ. ესე იგი, იმ დღეს, როცა 43-ჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან ნაღვლიანი იყავი? მაგრამ პატარა უფლისწულმა არაფერი მიპასუხა. თავი მეშვიდე. მეხუთე დღეს ისევ ბატკნის წყალობით პატარა უფლისწულის საიდუმლოება შევიდღე. მან უეცრად შესავლის გარეშე იკითხა ისე, თითქოს ამაზრამდე ხანგრძლივი მდუმარე განსჯით მისულიყო. რახან ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს. ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება. ეკლიან ყვავილებსაც? ჰო, ეკლიანებსაც. მაშ ეკლები რაღა საჭიროა? ეს კი არ ვიცოდი. ძალიან დაკავებული ვიყავი. ძრავაში ერთი ჭანჭიკი გაიჭედა და მის მოხრახნას ვლამობდი. გუნებაზე ვერ ვიყავი. მდგომარეობა რთულდებოდა. წყალი თითქმის არ დარჩა და შიში შემეპარა, რომ ჩემი იძულებითი დაჯდომა ცუდად დამთავრდებოდა. რა საჭიროა ეკლები? თუ ერთხელ კითხვას დასვამდა, პატარა უფლისწული მანამ არ მოგეშვებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. გაჯიუტებული ჭანჭიკის გამო მოთმინებას ვკარგავდი და ყასიდად ვუპასუხე. არც არაფრად, ყვავილები მათ უბრალოდ სიავის გამო ისხამენ. ოჰ! დუმილი ჩამოვარდა. მერე თითქოს გულმოსულმა თქვა. შენი არ მჯერა. ყვავილები ფაქიზები და გულუბრყვილონი არიან. ცდილობენ თავი გაიმხნებონ. ასე გონიათ თუ ეკლები ექნებათ, მათი ყველა შეეშინდება. არაფერი ვუპასუხე. იმ წუთას ჩემს თავს ველაპარაკებოდი. თუ ეს ჭანჭიკი ახლაც არ დამემორჩილა, ისე ჩავცხებ ჩაქუჩს, რომ ნამსხვრევებად ვაქცევ. პატარა უფლისწულმა ისევ გამაწყვეტინა ფიქრი. შენ ფიქრობ, რომ ყვავილები? ოჰ, არა, არაფერსაც არ ფიქრობ. ისე გითხარი, რაც ენაზე მომადგა. ხომ ხედავ, სერიოზული საქმით ვარ დაკავებული. განცვიფრებულმა შემომხედა. სერიოზული საქმით? ის კი ისევ მიყურებდა. მანქანის ზეთით მოთხრილი, ჩაქუჩით ხელში, უცნაურ საგანს ჩავკირკიტებდი, რომელიც მისთვის საშინლად მახინჯი იყო. ისე ლაპარაკობ, როგორც უფროსები. თქვა მან. შემრცხვა. მან უმოწყალოდ დასძინა. ყველაფერს ურევ, არაფერი გესმის. ჰო. სახუმაროდ არ გამწყრალიყო. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები გაუშალა. ერთი პლანეტა ვიცი. იქ ლოყებ ღაშღაშა ბატონი ცხოვრობს. მას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ უყნოსია ყვავილისათვის. ერთხელაც არ შეუხედავს ვარსკვლავისათვის. მას არასოდეს არავინ ყვარებია და არასოდეს არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ ერთი რამითაა დაკავებული. ციფრებს აჯამებს და დილიდან საღამომდე ერთს გაიძახის. მე სერიოზული კაცი ვარ. და ზუსტად ისევე როგორც შენ. და ოყლოჩინობისაგან ლამისაა გასკდეს. სინამდვილეში კი ადამიანი კი არა, ნამდვილი სოკოა. რა? სოკო. პატარა უფლისწულმა ბრაზისაგან ფერიც კი დაკარგა. მილიონი წელია ყვავილები ეკლებს ისხამენ და ვითომც არაფერიაო, მილიონი წელია ბატკნები მაინც ჭამენ მათ. მაშნუ თუ ეს არ არის სერიოზული საქმე. გაიგო. ასე ძლიერ რატომ ცდილობენ ეკლების გამოსხმას, თუ კი მათგან არანაირი ხეირი არ არის. ნუ თუ უმნიშვნელოა ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ. და განა ეს უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ლოყაწითელა ბატონის არითმეტიკა. და თუ კი მე თავად ვიცი ასეთი ყვავილი, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, თუ კი იგი ერთადერთია მთელ სამყაროში,
პატარა ბატკანი კი ერთ მშვენიერ დილას მივა და შეჭამს მას და არც კი ეცოდინება რა ჩაიდინა. და ეს ყველაფერი შენი აზრით მნიშვნელოვანი არაა? სახე შეეფაკლა. მერე ისევ ალაპარაკდა. თუ გიყვარს ყვავილი, ერთადერთი რომლის დარიც მილიონ ვარსკვლავთაგან ერთზეც კი არ არის. საკმარისია, შეჰყურებ ცას და ბედნიერი ხარ. ფიქრობ შენთვის, სადღაც იქ ჩემი ყვავილია. მაგრამ ბატკანი თუ შეჭამს მას, ეს იმასავით იქნება, ყველა ვარსკვლავი ერთბაშად რომ ჩაქრეს. და შენი აზრით ეს მნიშვნელოვანი არ არის? ვეღარ ლაპარაკობდა, უეცრად ატირდა. ღამე ჩამოწვა, მუშაობა მივატოვე. სასაცილოდ მომეჩვენა ჭანჭიკი და ჩაქუჩი, წყურვილი და სიკვდილი. ვარსკვლავზე პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე სახელად დედამიწა, ტიროდა პატარა უფლისწული და ისე სჭირდებოდა ნუგეში. ხელში ავიყვანე, ბუნანავებდი და ვეუბნებოდი. შენ საყვარელ ყვავილს არაფერი ემუქრება. შენს ბატკანს ალიკაპს დავუხატავ, ყვავილს კი ჯავშანს. მე არ ვიცოდი კიდევ რა მეთქვა მისთვის. გრძნობდი რა უსაშველოდ ტლანქი ვიყავი. როგორ ვუხმო რომ გაიგოს, როგორ დავეწიო მის დამსხტარ სულს. იგი ხომ ისეთი იდუმალი და გამოუკვლეველია. ცრემლთა ეს სამყარო. თავი მერვე. ძალიან მალე უკეთ გავიცანი ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის უბრალო ყვავილები იზრდებოდა. ცოტა ფურცელი ჰქონდათ, სულ მცირე ადგილს იკავებდნენ და არავის აწუხებდნენ. დილაობით ბალახში იშლებოდნენ, საღამოობით კი ჭკნებოდნენ. ეს კი ერთხელაც აღმოცენდა თესლიდან, რომელიც ვინიცის რა ქარმა გადმოაგდო აქ და პატარა უფლისწული თვალს არ აცილებდა ციცქნა ყლორტს, რომელიც არ გავდა არც ერთ რტოსა თუ ღეროს. ვაი თუ ეს ბაობაბის ახალი სახეობაა, მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა სიმაღლეში ზრდა და კოკორი გამოიბა. პატარა უფლისწულს არასოდეს ენახა ამ ხელა კოკორი და გრძნობდა რომ სასწაულს იხილავდა. უცნობი სტუმარი კი თითქოს არც ფიქრობსო თავისი მწვანე სანთიობოს დატოვებას. ისე იკაზმებოდა, კეკლუცობდა, ფაქიზად არჩევდა ფერებს, იმკობოდა აუჩქარებლად, რიგრიგობით ირგებდა ფურცლებს. არ სურდა ქვეყანას ულაზათოდ მოვლენოდა. ველის უბრალო ყაყაჩო ხომ არ იყო? უნდოდა სილამაზის მთელი ბრწყინვალებით წარმომდგარიყო. დიახ, საშინლად კეკლუცი ვინმე გახლდათ. დღეები გადიოდა, ყვავილი კი საიდუმლო სამზადის განაგრძობდა. ერთ დღესაც ის იყო ირიჟრაჟა. კოკორი გაიფურჩქნა. და ბანოვანმა, რომელმაც ამდენი იშრომა ამ წუთის მოლოდინში, თქნარებით წარმოთქვა. ოჰ, როგორც იქნა გავიღვიძე. გთხოვთ მომიტევოთ, ჯერ კიდევ მთლად გაწეწილი ვარ. პატარა უფლისწულმა აღტაცება ვერ დაფარა. რა მშვენიერი ხართ. მართლა? წყნარად მიუგო ყვავილმა. მე ხომ ზესთან ერთად დავიბადე. პატარა უფლისწული რა თქმა უნდა მიხვდა რომ საკვირველი სტუმარი ზედმეტი მოკრძალებულობით არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ იგი ისეთი მშვენიერი იყო რომ სუნთქვა გეკვროდა. გონი საუზმის დრო უნდა იყოს. დასძინა ცოტა ხანში. გეთაყვა, იქნებ გეზრუნათ ჩემთვის. პატარა უფლისწული შეცბა, მონახა სარწყული და ყვავილი წყაროს წყლით მორწყო. ყვავილი ამაყი და წყენი აღმოჩნდა და მალე პატარა უფლისწული მთლად დაანელა მისმა ჭირვეულობამ. მას 4 ეკალი ჰქონდა და ერთხელაც თქვა: ვეფხვიც რომ მოვიდეს, არ მეშინია მისი ბრჭყალების. ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ ცხოვრობენ, იუარა პატარა უფლისწულმა. თანაც ვეფხვები ბალახს არ ჭამენ. მე ბალახი ვარ? წყნარად შენიშნა ყვავილმა. მაპატიეთ. არა, ვეფხვები ვერაფერს დამაკლებენ, მაგრამ აი ორპირი ქარის კი საშინლად მეშინია. თეჯირი ხომ არ გაქვთ? ცენარეა, ორპირის კი ეშინია, ძალიან უცნაურია, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა.
რა ახირებული ხასიათი აქვს ამ ყვავილს? რომ მოსაღამოვდება, შუშის ხუფი დამაფარეთ. თქვენთან მეტისმეტად ცივა. ძალიან მოუხერხებელი პლანეტაა, იქ საიდანაც მე მოვედი. მან აღარ გააგრძელა. იგი ხომ აქ იმ დროს მოხვდა, როცა ჯერ კიდევ თესლი იყო. მან არაფერი იცოდა სხვა სამყაროთა შესახებ. ხომ სისულელია მოიტყუო, როცა ასე იოლად შეიძლება გამხილონ. იგი შეცბუნდა. შემდეგ 2-3 ჯერ ჩაახველა, რათა პატარა უფლისწულს თავი დამნაშავედ ეგრძნო. თეჯირი სადაა? მოტანა მინდოდა, მაგრამ ბოლომდე ხომ უნდა მომესმინა თქვენთვის. მაშინ მან კიდევ უფრო მაგრად დაახველა და მაინც შეაწუხო სინდისმა. პატარა უფლისწულს შეუყვარდა მშვენიერი ყვავილი და სიხარულითაც ემსახურებოდა, მაგრამ მალე სულში ეჭვი შეეპარა. უმნიშვნელო სიტყვები გულთან ახლოს მიჰქონდა და თავს ძალიან უბედურად გრძნობდა. ტყუილად ვუგდებდი ყურს. ალალად მითხრა ერთხელ. არასოდეს არ უნდა უსმინო, რას ამბობენ ყვავილები. უბრალოდ უნდა უცქირო და შეისუნთქო მათი სურნელება. ჩემმა ყვავილმა მთელი ჩემი პლანეტა არომატით აავსო. მე კი არ ვიცოდი მისით გახარება. ეს ლაპარაკი ბრჭყალებსა და ვეფხვებზე, მათ ჩემთვის გული უნდა ეჩუყებინათ, მე კი გავბრაზდი. და კიდევ გამომიტყდა. არაფერი გამეგებოდა მაშინ. სიტყვებით კი არ, საქმეებით უნდა განმესაჯა. იგი მე თავის არომატს მჩუქნიდა, ჩემს ცხოვრებას აცისკროვნებდა. არ უნდა გამოგცეოდი. უნდა მიუხვდარიყავი ამ საბრალო ფანდებს მიღმა რაოდენი სინაზე იმალებოდა. ყვავილები ისეთი მერყევნი არიან, მაგრამ მე მეტისმეტად ახალგაზრდა ვიყავი. მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი სიყვარული. თავი მეცხრე. როგორც მივხვდი, გადაწყვიტა გადამფრენ ფრინველებთან ერთად ემოგზაურა. უკანასკნელ დილას ჩვეულებრივზე უფრო გულმოდგინედ მიალაგა თავისი პლანეტა. გულდასმით გაწმინდა მოქმედი ვულკანები. მას 2 მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ძალზე მოსახერხებელია დილაობით მათზე საუზმის შეთბობა. გარდა ამისა კიდევ 1 ჩამქრალი ვულკანიც ჰქონდა, მაგრამ როგორც მითხრა, ვინ იცის, რა შეიძლება მოხდესო. ამიტომ მან ჩამქრალი ვულკანიც გაწმინდა. როცა ვულკანებს გულმოდგინედ წმენდ, ისინი თანაბრად და წყნარად იწვიან, ყოველგვარი ამოფრქვევის გარეშე. ვულკანის ამოფრქვევა იმას გავს, ღუმელის მილში მჭვარტლს რომ წაეკიდება ხოლმე ცეცხლი. რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები დედამიწაზე ძალიან პატარები ვართ და არ შეგვიძლია ჩვენი ვულკანების გაწმენდა. ამიტომაც შეგვამთხვევენ ხოლმე ისინი ამდენ უსიამოვნებას. შემდეგ პატარა უფლისწულმა არც თუ სევდის გარეშე ამოძირკვა ბაობაბის უკანასკნელი ყლორტები. ასე ეგონა აღარასოდეს დაუბრუნდებიო. მაგრამ იმ დილას ჩვეული სამუშაო უჩვეულო სიამოვნებას გვრიდა, ხოლო როცა უკანასკნელად მორწყო საკვირველი ყვავილი და ხუფის დაფარება დააპირა, გულიც კი აუჩუყდა. შვიდობით, თქვა მან. ყვავილმა ხმა არ გასცა. შვიდობით, გაიმეორა პატარა უფლისწულმა. ყვავილმა ჩაახველა, თუმცა გაცივებისაგან როდი ახველებდა. სულელი ვიყავი, როგორც იქნა წარმოთქვა. მაპატიე და შეეცადე ბედნიერი იყო და საყვედურის 1 სიტყვაც არ დასცდენია. პატარა უფლისწული გაოცდა. ერთ ადგილას გაშეშდა შუშის ხუფით ხელში. საიდან ეს ჩუმი სინაზე? დიახ, მიყვარხარ, გაიგონა მან. ჩემი ბრალია, რომ შენ ეს არ იცოდი, თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შენ ისეთივე სულელი იყავი, როგორიც მე. ეცადე ბედნიერი იყო, დატოვე ხუფი, მე იგი აღარ მჭირდება. კი, მაგრამ ქარი? არც ისეთი გაცივებული ვარ, ღამის სიგრილე მარგებს კიდეც, მე ხომ ყვავილი ვარ. მაგრამ ხეცები, მწერები? პეპლების გაცნობა თუ მინდა, 2-3 მუხლუხოც უნდა ავიტანო. ალბათ როგორი მომხიბვლელნი არიან, თორემ აბა მეტი ვინ მომინახულებს ხოლმე. შენ ხომ შორს იქნები,
ნადირის კი არ მეშინია, მეც მაქვს ბრჭყალები. და მან თავისი სიალალით 4 ეკალი აჩვენა. შემდეგ დასძინა. ნუ ღარა ჯანჯლებ, ეს აუტანელია. აკი გადაწყვიტე წასვლა. ჰო და წადი. მას არ უნდოდა პატარა უფლისწულს ენახა, თუ როგორ ტირის. იგი ძლიერ ამაყი ყვავილი იყო. თავი მეათე. პატარა უფლისწულის პლანეტასთან ყველაზე ახლოს იყვნენ ასტეროიდები 325, 326, 327, 328, 329, 330. ჰოდა თავიდან მათი მონახულება გადაწყვიტა. ხომ უნდა დაკავებულიყო რამით და რაიმე ესწავლა კიდეც. პირველ ასტეროიდზე მეფე ცხოვრობდა. ძოწეულითა და ყარყუმით მოსილი დაბრძანებულიყო ძალიან უბრალო, მაგრამ მაინც დიდებულ ტახტზე. აი ქვეშევრდომიც გამომიჩნდა. შესძახა მეფემ პატარა უფლისწული რომ დაინახა. ნეტავ როგორ მიცნო, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. მას ხომ არასოდეს ვუნახივარ. რა იცოდა რომ მეფეები ყველაფერს ძალიან აუბრალოებენ. მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია. მომიახლოვდი, კარგად მინდა შეგხედო, თქვა მეფემ, იმით გაამაყებულმა რომ შეუძლია ვიღაცის ხელმწიფე იყოს. პატარა უფლისწულმა მიმოიხედა, იქნებ სადმე ჩამოვჯდეო, მაგრამ ყარყუმის დიდებული მოსასხამი მთელ პლანეტას დაჰფენოდა. ფეხზე დგომა მოუხდა. ის კი ისეთი დააღლილი იყო და უეცრად დაამტკნარა. ეტიკეტი მონარქის თანდასწრებით დამტკნარების ნებას არ რთავს, თქვა მონარქმა. მე გიკრძალავ მტკნარებას. უნებლიეთ მომივიდა, უპასუხა შემცფარმა პატარა უფლისწულმა. თითქოს ვიყავი გზაში და სულ არ მძინებია. რა კი აგრია? გიბრძანებ დაამტკნარო, თქვა მეფემ. მრავალი წელია არ მინახავს როგორ ამტკნარებენ, მაინტერესებს კიდეც. მაშა ასე, დაამტკნარე, ასეთია ჩემი ბრძანება. მაგრამ მე მრცხვენია, მეტი არ შემიძლია, ამოღერღა პატარა უფლისწულმა და ძლიერ გაწითლდა. მაშინ მე გიბრძანებ, ხან ამტკნარო, ხან... მეფე აიბნა და მგონი გაბრაზდა კიდეც. მეფისთვის მთავარი ხომ ისაა, უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ურჩობას ვერ იტანდა. იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ თან ძალიან კეთილი გახლდათ და ამიტომ მხოლოდ გონივრულ ბრძანებებს გასცემდა. ჩემს გენერალს რომ ვუბრძანო ზღვის თოლიად გადაიქეცი მეთქი, ამბობდა იგი. და მან ვერ შეასრულოს ბრძანება, ეს მისი კი არა, ჩემი ბრალი იქნება. შეიძლება დავჯდე, მორიდებულად იკითხა პატარა უფლისწულმა. გიბრძანებ დაჯდე, უპასუხა ხელმწიფემ და დიდებულად აიკეცა თავისი ყარყუმის მოსასხამის ერთი კალთა. მაგრამ პატარა უფლისწულს ვერ გაეგო ამ ციცქნა პლანეტაზე სად უნდა გემეფა. თქვენო უდიდებულესობავ, დაიწყო მან. ნება მიბოძეთ კითხოთ. გიბრძანებ მკითხო, სასწრაფოდ თქვა მეფემ. თქვენო უდიდებულესობავ, კი მაგრამ სადაა თქვენი სამეფო? ყველგან, უბრალოდ უპასუხა ხელმწიფემ. ყველგან? მეფემ ხელი გაიშვირა და თავმდაბლად მიუთითა მთელ პლანეტაზე, ასევე სხვა პლანეტებსა და ვარსკვლავებზე. და ეს ყველაფერი თქვენია? ჩაეკითხა პატარა უფლისწული. დიახ, უპასუხა მეფემ, რადგან იგი ჭეშმარიტად ყოვლის მპყრობელი მონარქი იყო და არ ცნობდა არანაირ საზღვრებსა და შეზღუდვებს. ვარსკვლავებიც გემორჩილებიან? კითხა პატარა უფლისწულმა. რა თქმა უნდა, მიუგო მეფემ. ვარსკვლავები მყისიერად მემორჩილებიან, ურჩობას ვერ ვიტან. პატარა უფლისწული აღფრთოვანებული იყო. ნეტავ მას ქონოდა ასეთი ძალმოსილება. მაშინ იგი დაისით დღეში 44 ჯერ კი არა, 72 ჯერ, ან სულაც 100 ჯერ, 200 ჯერ დატკბებოდა. და თანაც ისე რომ სკამის გადადგმა არ მოუწევდა ერთი ადგილიდან მეორეზე.
იგი ისევ დანაღვლიანდა, რა გაიხსენა თავისი მიტოვებული პლანეტა, მაგრამ ხნეობა მოიკრიბა და მეფეს სთხოვა. მზის ჩასვლას მინდა ვუყურო. გეთაყვა, მოიღეთ მოწყალება, უბრძანეთ მზეს ჩავიდეს. ჩემს გენერალს რომ ვუბრძანო პეპელასავით იფრინე ყვავილიდან ყვავილზე, ან ტრაგედია შეთხსი, ან კიდევ ზღვის თოლიად გადაიქეცი მეთქი, მან კი ვერ შეასრულოს ბრძანება. ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე? თქვენო უდიდებულესობავ. წამითაც არ შეყოყმანებულა, ისე უპასუხა პატარა უფლისწულმა. სწორედაც რომ, დაუდასტურა მეფემ. ყველასაგან ის უნდა მოითხოვო, რისი მოცემაც შეუძლია. ხელისუფლება პირველ რიგში გონივრული უნდა იყოს. შენს ხალხს ზღვაში გადაშვებას თუ უბრძანებ, იგი რევოლუციას მოგიწყობს. უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია. კი, მაგრამ მზის ჩასვლა? შეახსენა პატარა უფლისწულმა. ერთხელ რომ რაიმეს კითხავდა, მანამ აღარ მოგეშვებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. მზის ჩასვლასაც იხილავ. მე მოვითხოვ, რომ მზე ჩავიდეს. მაგრამ ჯერ ხელსაყრელ პირობებს დაველოდები, რადგან სწორედ ამაშია მმართველის სიბრძნე. და როდის იქნება ხელსაყრელი პირობები? დაინტერესდა პატარა უფლისწული. უპასუხა ხელმწიფემ სქელი კალენდრის ფურცულა-ფურცვლით. დღეს ეს იქნება საღამოს 7 საათსა და 40 წუთზე. და მაშინ შენი ხილავ რაოდენ ზედ მიწევდით შესრულდება ჩემი ბრძანება. პატარა უფლისწულმა დაამტკნარა. სამწუხაროა, რომ აქ მაშინ ვერ ნახავ მზის ჩასვლას, როცა გინდა და ეგეც არ იყოს ცოტა მოსწყინდა კიდეც. ჩემი წასვლის დროა, უთხრა მან მეფეს. აქ აღარაფერი მესაქმება. დარჩი. იგი ძალიან ამაყი იყო იმით, რომ მას ქვეშევრდომი გამოუჩნდა და არ უნდოდა მასთან გაშორება. დარჩი, მინისტრად დაგნიშნავ. რის მინისტრად? მაგალითად, მართლმსაჯულების. მაგრამ აქ ხომ არავინაა განსასჯელი. ვინ იცის? თქვა მეფემ. ჯერაც არ დამითვალიერებია მთელი ჩემი სამეფო. ძალიან მოხუცი ვარ. ეტლის ადგილი არ მაქვს. ფეხით სიარული კი ისეთი მომქანცველია. პატარა უფლისწული დაიხარა და კიდევ ერთხელ გადაიხედა პლანეტის მეორე მხარეს. მაგრამ მე უკვე ვნახე, წამოიძახა მან. იქ არავინაა. მაშინ საკუთარი თავი განიკითხე. თქვა ხელმწიფემ. ეს ყველაზე რთულია. საკუთარი თავის მხილება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სხვისი. თუ შესძლებ საკუთარი თავის სწორად განსჯას, მაშასადა მე ჭეშმარიტად ბრძენი ხარ. თავის განსჯა ყველგან შემიძლია, თქვა პატარა უფლისწულმა. ამისათვის სულაც არ მჭირდება თქვენთან დარჩენა. თქვა ხელმწიფემ. მგონი სადღაც ჩემს პლანეტაზე ბებერი ვირთხა უნდა ცხოვრობდეს. მესმის ხოლმე ღამღამობით როგორ ღრნის რაღაცას. შეგიძლია ბებერი ვირთხა გაასამართლო. დრო და დრო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანო. შენზე იქნება დამოკიდებული მისი სიცოცხლე, მაგრამ მერე ყოველ ჯერზე უნდა შეიწყალო ხოლმე. გაფრთხილებაა საჭირო. ბებერი ვირთხა ხომ ერთადერთი ყავს. არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, თქვა პატარა უფლისწულმა. თანაც წასვლის დროა. არა, ჯერ არ არის დრო. არ დაეთანხმა მეფე. პატარა უფლისწული წასასვლელად მზად იყო, მაგრამ არ უნდოდა მოხუცი მეფის დამწუხრება. თუ კი თქვენს უდიდებულესობას ნებავს, მისი ბრძანებები უსიტყვოდ სრულდებოდეს, თქვა მან. შეგეძლოთ ჩემთვის კეთილგონივრული ბრძანების მოცემა. მაგალითად, მიბრძანეთ გზას გავუდგე დაუყონებლივ. მგონი საამისოდ საუკეთესო პირობებია. მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწული ოდნავ შეყოყმანდა, მერე ამოიოხრა და გასწია თავისი გზით. ელჩად გნიშნავ, სასწრაფოდ მიაძახა მას მეფემ. თან ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ აიტანდა. უცნაური ხალხია ეს უფროსები, თავისთვის თქვა პატარა უფლისწულმა და გზა გააგრძელა. თავი მე-11.
მეორე პლანეტაზე პატივმოყვარე ცხოვრობდა. ოჰო, თაყვანის მცემელიც გამოჩნდა. წამოიძახა მან შორიდანვე, როგორც კი პატარა უფლისწული შენიშნა. პატივმოყვარე ადამიანებს ხომ ჰგონიათ, რომ მათით ყველა აღფრთოვანებულია. გამარჯობა, თქვა პატარა უფლისწულმა. რა სახალისო ქუდი გახურავთ? ეს თავის დასაკრავადაა, განმარტა პატივმოყვარემ. თავის დასაკრავად როცა მესალმებიან, საუბედუროდ აქ არავინ მოდის. აი თურმე რა ყოფილა, ჩაილაპარაკა პატარა უფლისწულმა. მან ვერაფერი გაიგო. ტაში შემოჰკარი, უთხრა მას პატივმოყვარემ. პატარა უფლისწულმა ტაში შემოჰკრა. პატივმოყვარემ მოკრძალებულად დაიწყო თავის დაკვრა ქუდის მოხდით. ასე გაგრძელდა მთელი 5 წუთი და პატარა უფლისწულს მობეზრდა ეს. რა უნდა ქნა რომ ქუდი მოგძვრეს? იკითხა მან, მაგრამ პატივმოყვარეს არაფერი ესმოდა. პატივმოყვარე ადამიანები ქების გარდა ყველაფრის მიმართ ყრუნი არიან. შენ ხომ მართლაც ჩემი აღტაცებული თაყვანის მცემელი ხარ? იკითხა მან პატარა უფლისწულს. რას ნიშნავს თაყვანის მცემელი? თაყვანის ცემა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ამ პლანეტაზე მე ვარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოკაზმული, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი. ხო, მაგრამ შენს პლანეტაზე მეტი ხომ არც არავინაა. ოჰ, მამერა, მაინც აღფრთოვანდი ჩემით. კი ბატონო, აღფრთოვანებული ვარ, თქვა პატარა უფლისწულმა მხრების ჩეჩვით. მაგრამ შენ რა ხეირი? და იგი გამოექცა პატივმოყვარეს. მართლაც და უფროსები ძალიან უცნაური ხალხია. ესღა გაიფიქრა და თავისი გზით გასწია. თავი მე-12. შემდეგ პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა მასთან სულ მცირე ხანი დაჰყო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდ გუნებაზე შეიქმნა. როცა ამ პლანეტაზე გამოცხადდა, ლოთი მდუმარედ იჯდა და ბოთლების გროვას შესცქეროდა, ცარიელებსა და სავსეს. რა შვრები? ჰკითხა პატარა უფლისწულმა. ვსვამ, პირქუშად მიუგო ლოთმა. რატომ? რათა დავივიწყო. რა უნდა დაივიწყო? ჰკითხა პატარა უფლისწულმა. მას ლოთი შეეცოდა. მინდა დავივიწყო, რომ მრცხვენია. აღიარა ლოთმა და თავი ჩაქინდრა. რისი გრცხვენია? ჰკითხა პატარა უფლისწულმა. ძალიან მოუნდა დახმარებოდა საბრალოს. მრცხვენია, რომ ვსვამ, განუმარტა ლოთმა. და ამის მეტი სიტყვა აღარ დასცდენია. და პატარა უფლისწული, დაბნეული და გაოცებული, გზას დაადგა. ჰო, მართლაც რომ უფროსები ფრიად და ფრიად უცნაური ხალხია. გაიფიქრა მან და გზა გააგრძელა. თავი მე-13. მეოთხე პლანეტა საქმიანი კაცისა იყო. იგი ისეთი დაკავებული გახლდათ, რომ პატარა უფლისწულის გამოჩენისას თავიც კი არა უწევია. გამარჯობა, უთხრა პატარა უფლისწულმა. პაპიროსი ჩაგიქრათ. 3 და 2 5, 5 და 7 12, 12 და 3 15. გამარჯობა, 15 და 7 22, 22 და 6 28. იმის დროც კი არ მაქვს ასანც გავკრა. 26 და 5 31. და სულ გამოდის 501.622.731. 500 მილიონი რა? ჰა? შენ კიდევ აქ ხარ? 500 მილიონი. არც კი ვიცი რა. იმდენი საქმე მაქვს, მე სერიოზული კაცი ვარ. სალაყბოთ სადმცალია. 2 და 5 7. 5 მილიონი რა? გაიმეორა პატარა უფლისწულმა. ერთხელ რომ რაიმეს კითხავდა, მანამ აღარ მოგეშვებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. საქმიანმა კაცმა თავი ასწია. უკვე 54 წელია ამ პლანეტაზე ვცხოვრობდა, მხოლოდ 3-ჯერ შემიშალეს ხელი. პირველად 22 წლის წინ, საიდანღაც მაისის ხოჭო შემოფრინდა. საშინელი ბზუილი ატეხა და დაჯამებისას 4 შეცდომა დავუშვი. მეორედ 11 წლის წინ, რევმატიზმის შეტევა მქონდა. ცხოვრების მჯდომარე წესის გამო, სასეირნოდ არ მცალია
მე სერიოზული კაცი ვარ. მესამედ აი ახლა. ასე რომ გამოდის 5 მილიონი რა? საქმიანი კაცი მიხვდა, რომ უნდა ეპასუხა, თორემ მოსვენებას ვერ ეღირსებოდა. 500 მილიონი ის პატარა რაღაცეები, ხანდახან ჰაერში რომ ჩანან ხოლმე. რა, ბუზები? არა, აი ისეთი პატარები, ბრჭყვიალები, ფუტკრები? არა, კაცო, აი ისეთი პატარები, ოქროსფერები, ყველა უქნარას ოცნების გუნებაზე რომ აყენებს. მე კი სერიოზული კაცი ვარ, საოცნებოდ არ მცალია. ვარსკვლავები? დიახ, ვარსკვლავები. 500 მილიონი ვარსკვლავი? და რას უშვები მათ? 501.622.731. მე სერიოზული კაცი ვარ და სიზუსტე მიყვარს. და რას უშვები ყველა ამ ვარსკვლავს? რას ვუშვები? ჰო, არაფერსაც არ ვუშვები, მე მათ ვფლობ. ვარსკვლავებს ვფლობ? დიახ. უკვე ვნახე ერთი მეფე, რომელიც მეფეები არაფერს ფლობენ. ისინი მხოლოდ მეფობენ. ეს სულაც არ არის ერთი და იგივე. მაგრამ რა გინდა ვარსკვლავებს რომ ფლობ? დიდარი რომ ვიყო. რა გინდა სიმდიდრე? ახალი ვარსკვლავების საყიდლად, თუ კი მათ ვინმე აღმოაჩენს. იმ ლოთივით მსჯელობს. გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და გამოკითხვა გააგრძელა. ხო, მაგრამ როგორ შეიძლება ვარსკვლავის ფლობა? ვარსკვლავები ვის ეკუთვნის? ბუზღუნით იკითხა საქმოსანმა. არ ვიცი, არავის. ესე იგი მე, რადგან მე პირველმა მოვიფიქრე ეს. და ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, ისეთ ალმას თუ იპოვი, რომელსაც პატრონი არ ჰყავს, ის შენია. თუ კი კუნძულს იპოვი, რომელსაც პატრონი არ ჰყავს, ის შენია. თუ კი შენ პირველს მოგივა თავში რაიმე იდეა, შენ იღებ პატენტს, იგი შენია. მე ვფლობ ვარსკვლავებს იმიტომ, რომ ჩემამდე ვერავინ მოიფიქრა დავპატრონებოდა მათ. აი ეს კი მართალია, თქვა პატარა უფლისწულმა. მაგრამ რას უშვები მათ? განკარგავ, უპასუხა საქმიანმა კაცმა. გადავთვლი და გადმოვთვლი. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მე ძალიან სერიოზული კაცი ვარ. თუმცა პატარა უფლისწულისათვის ეს ძალიან ცოტა იყო. აბრეშუმის შარფი თუ მაქვს, ელზე შემიძლია მოვიხვიო და თან წავიღო, თქვა მან. ყვავილი თუ მაქვს, შემიძლია მოვწყვიტო და თან წავიღო. შენ კი ვარსკვლავების თან წაღება არ შეგიძლია. არა, მაგრამ მე შემიძლია მათი ბანკში დადება. რანაირად და ქაღალდზე ვწერ რამდენი ვარსკვლავი მაქვს. მე ამ ქაღალდს ვდებ ყუთში და ვკეტავ გასაღებით. სულ ესაა? ეს საკმარისია. საუცხოა, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. პოეტურიც კი, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული. პატარა უფლისწულს უფროსებისაგან განსხვავებული თავისებური წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, რა არის სერიოზული და რა არა. მე ყვავილი მყავს, თქვა მან, რომელსაც ყოველ დილით ვრწყავ. 3 ვულკანი მაქვს, რომელთაც ყოველ კვირა ვასუფთავებ. 3-ვეს ვასუფთავებ ჩამქრალსაც, რადგან ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ჩემი ვულკანებისა და ჩემი ყვავილისათვისაც სასარგებლოა, მე რომ მათ ვფლობ. ვარსკვლავებს კი შენგან არანაირი სარგებლობა არ აქვთ. საქმიანმა კაცმა პირიკი დააღო, მაგრამ ვერაფერი თქვა საპასუხოდ. არა, უფროსები მართლაც საოცარი ხალხია. გამოუწყდა თავს პატარა უფლისწული და გზას დაადგა. თავი მე-14. მეხუთე პლანეტა ძალიან თავშესაქცევი გამოდგა. იგი ყველაზე პატარა იყო. მასზე მხოლოდ ფარანი და მეფარნე ეტეოდნენ. პატარა უფლისწულს ვერაფრით გაეგო, რა საჭირო იყო ციცქნა ცისკაბადონზე დაკარგულ პლანეტაზე, სადაც არც სახლები იყო და არც მოსახლეობა, ფარანი და მეფარნე. მაგრამ მან გაიფიქრა. ეს კაცი იქნებ უცნაურიც კია, მაგრამ იგი ისეთი აბდაუბდაც არ არის, როგორც მეფე, პატივმოყვარე საქმოსანი ან ლოთი. მის საქმიანობაში რაღაც აზრი მაინც დევს, როცა ის თავის ფარანს ანთებს
თითქოს კიდევ ერთი ყვავილი და ვარსკვლავი დაიბადაო, ხოლო როცა აქრობს, ყვავილი ან ვარსკვლავი იძინებს. მშვენიერი საქმეა, ეს მართლაც სასარგებლოა, რადგან ლამაზია. და ამ პლანეტას რომ გაუსწორდა, პატივისცემით მიესალმა მეფარნეს. გამარჯობა, თქვა მან. რატომ ჩააქრე ახლა ფარანი? ასეთია შეთანხმება, მიუგო მეფარნემ. გამარჯობა. რა შეთანხმებაა? ფარნის ჩაქრობა, საღამო მშვიდობისა. და მან კვლავ აანთო ფარანი. ისევ რაღაცომა ანთე. ასეთია შეთანხმება, გაიმეორა მეფარნემ. არ მესმის? გამოწყდა პატარა უფლისწული. ბევრიც არაფერია გასაგები, მიუგო მეფარნემ. შეთანხმება შეთანხმებაა. გამარჯობა და ჩააქრო ფარანი. შემდეგ წითელი კუბოკრული ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა: ძიმე ხელობა მაქვს. ოდესღაც ამას აზრი ჰქონდა. ფარანს დილაობით ვაქრობდი, საღამოს კი ისევ ვანთებდი. დღე დასასვენებლად მქონდა, ღამე კი გამოსაძინებლად. მერე შეთანხმება შეიცვალა? შეთანხმება არ შეცვლილა, თქვა მეფარნემ. სწორედ ესაა უბედურება. ჩემი პლანეტა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო სწრაფად ბრუნავს. შეთანხმება კი ძველებური დარჩა. და ახლა რა ხდება? ჰკითხა პატარა უფლისწულმა. ახლა პლანეტა სრულ ბრუნს, ერთ წუთში აკეთებს და წამითაც არ მაქვს მოსვენება. ყოველ წუთს ვაქრობ ფარანს და ისევ ვანთებ. რა მაგარია, ესე იგი შენი დღე მხოლოდ ერთ წუთს გრძელდება. არაფერია სახალისო, მიუგო მეფარნემ. მე და შენ უკვე ერთი თვეა ვლაპარაკობთ. მთელი თვე? რა თქმა უნდა, 22 წუთი, 30 დღე, საღამო მშვიდობისა. და მან ისევ აანთო ფარანი. პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და მას სულ უფრო და უფრო მეტად მოსწონდა ეს ადამიანი, ასე ერთგული რომ იყო თავისი სიტყვის. პატარა უფლისწულმა გაიხსენა, ოდესღაც როგორ დგამდა სკამს ერთი ადგილიდან მეორეზე, მზის ჩასვლისათვის რომ შეეხედა და იფიქრა მეგობარს დავეხმარებიო. მომისმინე, უთხრა მან მეფარნეს. ერთი საშუალება ვიცი, დაისვენებ, როცა კი მოგესურვება. მე სულ დასვენება მინდა, თქვა მეფარნემ. ხომ შეიძლება სიტყვის ერთგული იყო და მაინც ზარმაცი. შენი პლანეტა ისეთი ციცქნაა, განაგრძო პატარა უფლისწულმა, სამ ნაბიჯში შემოუვლი. უბრალოდ ისეთი სიჩქარით უნდა იარო, რომ მუდამ მზეზე იყო. როცა დასვენება მოგინდება, შენ უბრალოდ იარე და დღე იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენსაც მოისურვებ. ამისგან ცოტა სარგებელია, თქვა მეფარნემ. ყველაზე მეტად ძილი მიყვარს. მაშინ ცუდად გქონია საქმე, თანაუგრძნო პატარა უფლისწულმა. ცუდად მაქვს საქმე, დაეთანხმა მეფარნე. გამარჯობა და ფარანი ჩააქრო. აი ადამიანი, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და გზას დაადგა. აი ადამიანი, რომელსაც ყველა აბუჩა დაიგდებდა, მეფეც, პატივმოყვარეც, ლოთიც და საქმოსანიც. არა და მათ შორის იგი ერთადერთია, ვინც ჩემი აზრით დაცინვას არ იმსახურებს. იქნებ იმიტომ, რომ იგი მხოლოდ საკუთარ თავზე როდი ფიქრობს. პატარა უფლისწულმა ამოიოხრა. აი ვის დავუმეგობრდებოდი, გაიფიქრა მან. მაგრამ მისი პლანეტა მეტისმეტად ციცქნაა, იქ ორის ადგილი არ არის. თავს ვერ გამოსწყდომოდა, რომ ამ პლანეტის გამო იმიტომაც წყდებოდა გული, რომ 24 საათში მზის ჩასვლით 1440 ჯერ შეეძლო დამტკბარიყო. თავი მე-15. მე-6 პლანეტა 10 ჯერ აღემატებოდა წინას. მასზე მოხუცი ცხოვრობდა, რომელიც უსქელეს წიგნებს წერდა. ერთი შეხედე, მოგზაური გვეწვია, წამოიძახა მან, როცა პატარა უფლისწული დაინახა. პატარა უფლისწული მაგიდაზე ჩამოჯდა სულის მოსადგმელად, მას უკვე იმდენი ემოგზაურა. საიდან ხარ? ჰკითხა მოხუცმა. ეს რა უზარმაზარი წიგნია, იკითხა პატარა უფლისწულმა. აქ რას აკეთებთ? მე გეოგრაფი ვარ, მიუგო მოხუცმა. რას ნიშნავს გეოგრაფი? გეოგრაფი სწავლულია, რომელმაც იცის, სად მდებარეობს ზღვები, მდინარეები, ქალაქები, მთები და უდაბნოები.
რა საინტერესოა, თქვა პატარა უფლისწულმა. აი მესმის. და გეოგრაფის პლანეტას ზერა მოავლო. აქამდე არასოდეს ენახა ასეთი მშვენიერი და დიდებული პლანეტა. თქვენი პლანეტა ძალიან ლამაზია, თქვა მან. ოკეანეები გააქვთ? ეს მე არ ვიცი, თქვა გეოგრაფმა. ქალაქები, მდინარეები, უდაბნოები? არც ეგ ვიცი. კი, მაგრამ თქვენ ხომ გეოგრაფი ხართ? სწორედაც რომ, მიუგო მოხუცმა. მე გეოგრაფი ვარ და არა მოგზაური. ჰაერივით მჭირდება მოგზაურები. გეოგრაფები როდი ითვლიან ქალაქებს, მდინარეებს, მთებს, ზღვებს, ოკეანეებსა და უდაბნოებს. გეოგრაფი მეტისმეტად მნიშვნელოვანი ადამიანია, აქეთ-იქით სასიარულოდ არ სცალია. იგი თავის მაგიდას უზის, იღებს მოგზაურებს და მათ მონათხრობს იწერს. და თუ კი რომელიმე მათგანი რაიმე საინტერესოს უამბობს, გეოგრაფი ცნობებს, აგროვებს და ამოწმებს, სანდო კაცთან აქვს თუ არა საქმე. კი, მაგრამ რისთვის? თუ მოგზაური ტყუის, გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში ყველაფერი აირდაირევა და თუ ის ზედმეტ სვამს, ესეც უბედურებაა. რატომ? იმიტომ რომ ლოთებს თვალებში უორდებათ და იქ, სადაც სინამდვილეში ერთი მთაა, გეოგრაფი ორს აღნიშნავს. ერთ კაცს ვიცნობდი, მისგან ცუდი მოგზაური დადგებოდა, შენიშნა პატარა უფლისწულმა. შესაძლოა, ასე რომ თუ დაადგენენ, რომ მოგზაური პატიოსანი კაცია, მაშინ მის აღმოჩენას ამოწმებენ. როგორ ამოწმებენ? მიდიან და ნახულობენ? არა, ეს მეტისმეტად რთული იქნებოდა. უბრალოდ ითხოვენ, რომ მოგზაურმა დამამტკიცებელი საბუთი წარმოადგინოს. მაგალითად, თუ დიდი მთა აღმოაჩინა, კეთილი ინებოს და დიდი ქვები მოიტანოს იქიდან. გეოგრაფი უეცრად გამოცოცხლდა. შენ ხომ თავადაც მოგზაური ხარ, შორიდან მოხვედი, მიამბე შენი პლანეტის შესახებ. და გადაშალა უზარმაზარი წიგნი და ფანქარს წვერი წაუმახა. მოგზაურთა მონათხრობს ჯერ ფანქრით იწერენ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოგზაური დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს, შეიძლება მისი მონათხრობის მელნით ჩაწერა. გისმენ, გაემზადა გეოგრაფი. ოჰ, ჩემთან არც თუ ისე საინტერესოა, ამოღერხა პატარა უფლისწულმა. მე ყველაფერი ძალიან პატარა მაქვს. არის 3 ვულკანი, 2 მოქმედი, ერთიც დიდი ხანია ჩაქრა, მაგრამ რა იცი, ყველაფერი ხდება. ჰო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დაუდასტურა გეოგრაფმა. კიდევ ყვავილი მყავს. ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნავთ, თქვა გეოგრაფმა. რატომ? ისინი ხომ ულამაზესები არიან? იმიტომ რომ ყვავილები ეფემერულია. რას ნიშნავს ეფემერული? გეოგრაფიის წიგნები ყველაზე ძვირფასი წიგნებია ამ ქვეყნად, აუხსნა გეოგრაფმა. ისინი არასოდეს ძველდებიან, რადგან ხშირად როდი იცვლის მთა ადგილს. ან კიდევ შრება ოკეანე. ჩვენ მარადიულ და უცვლელ საგნებზე ვწერთ. მაგრამ ჩამქრალმა ვულკანმა შეიძლება გაიღვიძოს, შეაწყვეტინა პატარა უფლისწულმა. მაინც რას ნიშნავს ეფემერული? ვულკანი ჩაქრა თუ მოქმედია, ამას ჩვენთვის გეოგრაფებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თქვა გეოგრაფმა. მნიშვნელოვანი ერთი რამაა. მთა. იგი არ იცვლება. რას ნიშნავს ეფემერული? რადგან ერთხელ თუ რაიმეს იკითხავდა, მანამ აღარ მოგეშვებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. ეს ნიშნავს ის, რაც სწრაფად განქარდება. ჩემი ყვავილი სწრაფად გაქრება? რა თქმა უნდა. ჩემი სილამაზე და სიხარული დღემოკლეა, თავისთვის თქვა პატარა უფლისწულმა. მხოლოდ 4 ეკალი აქვს სამყაროსაგან თავის დასაცავად. მე კი მივატოვე და ჩემს პლანეტაზე დარჩა სულ მარტო. პირველად იდარდა მიტოვებული ყვავილის გამო, მაგრამ მყისვე გული მოიცა. საით მირჩევდით წასვლას? ჰკითხა გეოგრაფს. პლანეტა დედამიწას ეწვიე, უპასუხა გეოგრაფმა. მას არც თუ ცუდი რეპუტაცია აქვს. და პატარა უფლისწული გზას გაუდგა, თუმცა მისი ფიქრები მიტოვებულ ყვავილს დასტრიალებდა. თავი მე-16. ამრიგად მე-7 პლანეტა, რომელსაც ის ეწვია,
დედამიწა იყო. დედამიწა უბრალო პლანეტა არ გეგონოთ. მასზე 111 მეფე. მათ შორის რა თქმა უნდა ზანგიც. 7,000 გეოგრაფი, 900,000 საქმოსანი, 7,5 მილიონი ლოთი, 311 მილიონი პატივმოყვარე და სულ 2 მილიარდამდე უფროსი ცხოვრობს. იმისათვის წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რაოდენ დიდია დედამიწა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ელექტრობის გამოგონებამდე 6-ვე კონტინენტზე მეფარნეების მთელი არმია არსებობდა 462,511 კაცი. შორიდან რომ შეგეხედათ, დიდებული სანახაობა წარმოგიდგებოდათ. ამ არმიის მოძრაობა უზუსტეს რიტმს ემორჩილებოდა, ზუსტად ისე, როგორც ბალეტში. პირველები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები იწყებდნენ. აანთებდნენ თუ არა თავიანთ ჩირაღდნებს დასაძინებლად მიდიოდნენ. მათ შემდეგ ჩინელი და ციმბირელი მეფარნეების ჯერი დგებოდა. რა შეასრულებდნენ თავიანთ ცეკვას, ისინი წყულისებს მიღმა ქრებოდნენ. მერე რუსეთისა და ინდოეთის მეფარნეები მოჯარდებოდნენ, შემდეგ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის. და არასოდეს შემცდარან, სცენაზე არასოდეს არავინ გამოსულა უდროო დროს. დიახ, ეს ბრწყინვალე იყო. მხოლოდ ის მეფარნე, რომელსაც ერთადერთი ჩირაღდანი უნდა აენთო ჩრდილოეთ პოლუსზე და მისი თანამოძმე სამხრეთ პოლუსზე, ცხოვრობდნენ უნაღლოდ და დალხენილად. ისინი თავიანთ საქმეს წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ ეწეოდნენ. თავი მე-17. როცა ძალიან ცდილობ ენამოსწრებული გამოჩნდე, შეიძლება ტყუილიც წაგცდეს. მეფარნეებზე რომ გიამბობდით, ცოტა არ იყოს გადავაჭარბე. შიშობ მათ, ვინც არ იცის ჩვენი პლანეტა, არასწორი წარმოდგენა შეექმნება მის შესახებ. ადამიანებს დედამიწაზე არც თუ დიდი ადგილი უკავიათ. თუ კი მთელი 2 მილიარდი ადამიანი ერთად შეგროვდება და დადგება, როგორც მიტინგზე, სულ უბრალოდ დაეტევა ფართობზე, რომელიც სიგრძით 20 მილია და ამდენივეა სიგანით. ყველანი თავისუფლად მოთავსდებოდნენ წყნარი ოკეანის ერთ რომელიმე პატარა კუნძულზე. ამას უფროსები რა თქმა უნდა არ დაგიჯერებენ. მათ გონიათ, რომ ძალიან ბევრ ადგილს იკავებენ. მათ საკუთარი თავი ისევე დიდებულად ეჩვენებათ, როგორც ბაობაბები. ურჩიეთ ზუსტად გამოთვალონ. გაიხარებენ ისინი ხომ ციფრებს აღმერთებენ. თქვენ კი დროს ნუ დაკარგავთ ამ არითმეტიკაზე. არაფრის მაგნისია. თქვენ ხომ ისედაც გჯერათ ჩემი. ჰოდა მიწაზე რომ მოხვდა, პატარა უფლისწულმა ძეხორციელი ვერ ნახა და ძალიან გაუკვირდა. ისიც კი იფიქრა, შეცდომით რომელიღაც სხვა პლანეტაზე ხომ არ შემოფრინდიო, მაგრამ ამ დროს ქვიშაში რაღაც შეირხა. მთვარის სხივისფერ რგოლს რომ მიაგავდა. საღამო მშვიდობისა, ყოველი შემთხვევისათვის თქვა პატარა უფლისწულმა. საღამო მშვიდობისა, უპასუხა გველმა. სად მოვხვდი? დედამიწაზე, თქვა გველმა. აფრიკაში. ოჰო, და განა დედამიწაზე ადამიანები არ ცხოვრობენ? ეს უდაბნოა. უდაბნოში არავინ ცხოვრობს, მაგრამ დედამიწა დიდია. პატარა უფლისწული ქვაზე ჩამოჯდა და თვალები ცისკენ აღაპყრო. ნეტა ვიცოდე, რისთვის კი აფობენ ვარსკვლავები, ფიქრიანად თქვა მან. ალბათ იმისათვის, რომ ადრე თუ გვიან ყველამ იპოვოს თავისი. შეხედე, აი ჩემი პლანეტა, პირდაპირ ჩვენს თავზე. მაგრამ რა შორსაა იგი? ლამაზი პლანეტაა, თქვა გველმა. აქ რა უნდა აკეთო დედამიწაზე? ჩემს ყვავილს დავემდურე, გამოუტყდა პატარა უფლისწული. აი თურმე რა ყოფილა. და ორივე დადუმდა. ადამიანები სადღა არიან? როგორც იქნა, ისევ ალაპარაკდა პატარა უფლისწული. უდაბნოში მარტოობას გრძნობ. ადამიანებს შორისაც მარტო გრძნობ თავს. შენიშნა გველმა. პატარა უფლისწულმა ყურადღებით შეათვალიერა. უცნაური არსება ხარ, თქვა მან. თითის სისქეც არ ხარ.
მაგრამ ძალა მეტი მაქვს, ვიდრე მეფეს აქვს თითში, მიუგო გველმა. პატარა უფლისწულს გაეღიმა. ნუ თუ ასეთი ძლიერი ხარ, თათებიც კი არ გაქვს, ალბათ არც მოგზაურობა შეგიძლია. ნებისმიერ გემზე შორს შემიძლია წაგიყვანო, თქვა გველმა და პატარა უფლისწულს კოჭზე ოქროს სამაჯურივით შემოეხვია. ვისაც კი შევეხები, ყველას მიწას ვუბრუნებ, საიდანაც გამოვიდა, თქვა მან, მაგრამ შენ სუფთა ხარ და ვარსკვლავიდან მოხვედი. პატარა უფლისწულმა არ უპასუხა. მეწოდები, განაგრძო გველმა, შენ ისეთი სუსტი ხარ ამ გრანიტივით მაგარ მიწაზე. იმ დღეს, როცა შენი მიტოვებული პლანეტის გამო დამწუხრდები, მე დაგეხმარები, მე შემიძლია. შვენივრად გავიგე, თქვა პატარა უფლისწულმა, მაგრამ რატომ ლაპარაკობ სულ იგავებით? მე ყველა იგავს ვხსნი, თქვა გველმა და ისევ დადუმდნენ. თავი მე-18. პატარა უფლისწულმა უდაბნო გადაკვეთა, არავის გადაჰყრია. ამ ხნის მანძილზე ერთადერთი ყვავილი შეხვდა, პაწაწინა შეუხედავი სამფურცელა ყვავილი. გამარჯობა, მიესალმა პატარა უფლისწული. გაგიმარჯოს, მიუგო ყვავილმა. ადამიანები სად არიან? თავაზიანად იკითხა პატარა უფლისწულმა. ყვავილს ერთადერთხელ ენახა, როგორ ჩაიარა ქარავანმა. ადამიანები? ისინი სულ 6 თუ 7 უნდა იყვნენ, მგონი. მრავალი წლის წინ ნახე, მაგრამ არასდროს იცი მათი ასავალ-დასავალი. ქარი დაატარებს მათ, ფესვები არ აქვთ. ეს ძალიან მოუხერხებელია. მშვიდობით, თქვა პატარა უფლისწულმა. მშვიდობით, თქვა ყვავილმა. თავი მე-19. პატარა უფლისწული მაღალ მთაზე ავიდა. მანამდე არასოდეს ენახა მთები, თავისი 3 ვულკანის გარდა, რომლებიც მას მუხლამდე სწვდებოდნენ. ჩამქრალი ვულკანი კი ტაბურეტის მაგივრობას უწევდა. ახლა კი გაიფიქრა. ასეთი მაღალი მთიდან მთელ პლანეტასა და ყველა ადამიანს მოვავლებ თვალს. მაგრამ მხოლოდ წარაფები დაინახა, ნემსივი წვეტიანი, აწურწუტებული მწვერვალებით. გამარჯობა, თქვა მან ყოველი შემთხვევისათვის. გამარჯობა, 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 გამოეპასუხა ექო. ვინ ხართ თქვენ? კითხა პატარა უფლისწულმა. ვინ ხართ, ვინ ხართ, ვინ ხართ? უპასუხა ექომ. ვიმეგობროთ, მე სულ მარტო ვარ, თქვა მან. მარტო, 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 უპასუხა ექომ. რა უცნაური პლანეტაა, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. გამომშრალი, წვეტიანი და დაშაშრული. ადამიანებს კი წარმოსახვა საერთოდ არ ჰქონიათ. ისინი მხოლოდ იმას იმეორებენ, რასაც ეტყვი. სახლში ყვავილი მყავდა. ჩემი სილამაზე და სიხარული და ყოველთვის თვითონ იწყებდა ლაპარაკს. თავი მე-20. დიდხანს მიდიოდა პატარა უფლისწული ქვიშაში, კლდეებსა და თოვლში და როგორც იქნა გზას გადააწყდა. ყველა გზას კი ადამიანისკენ მივყავართ. გამარჯობა, თქვა მან. მის წინ ვარდებით სავსე ბაღი იყო. გაგიმარჯოს, უპასუხეს ვარდებმა და პატარა უფლისწული გაოცდა. ყველა ვარდი მის ყვავილს გავდა. ვინ ხართ? ჰკითხა მან განცვიფრებულმა. ჩვენ ვარდები ვართ, მიუგეს ვარდებმა. ოჰ, ამოიოხრა პატარა უფლისწულმა და თავი ძალიან უბედურად იგრძნო. მისი ყვავილი ხომ არ წმუნებდა, რომ მისი დარი მთელ სამყაროში არავინ იყო. აქ კი მის წინაშე 5,000 ზუსტად ისეთი ყვავილი ყვაოდა და ისიც მხოლოდ ერთ ბაღში. როგორ გაბრაზდებოდა ესენი რომ ენახა, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. ხველებას დაიწყებდა და თავს მოინკვდარუნებდა, ოღონდ კი სასაცილო არ გამოჩენილიყო. მე კი უნდა მეთვალთ მაგცა, თითქოს ისე ვუვლი, როგორც ავად მყოფს. სხვაგვარად ის მართლაც მოკვდებოდა, ოღონდ კი დავემცირებინე. კიდევ ვიფიქრა,
მე კი მეგონა, რომ სოფლიოში ერთადერთ საუნჯეს ფლობდი. ისეთს არავის რომ არ აქვს. ის კი ერთი ჩვეულებრივი ვარდი ყოფილა. სულ ეს მქონია, უბრალო ვარდი და 3 ვულკანი. მუხლამდე რომ წდებიან, თანაც ერთი ჩამქრალი და შეიძლება სამუდამოდაც. მაშ რაღა უფლისწული ვარ. ბალახში ჩაწვა და ატირდა. თავი 21. დაი ამ დროს გამოჩნდა მელა. გამარჯობა, მიესალმა იგი. გაგიმარჯოს, თავაზიანად უპასუხა პატარა უფლისწულმა. მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მე აქ ვარ, მოისმა ხმა. ვაშლის ძირას. ვინ ხარ? ჰკითხა პატარა უფლისწულმა. რა ლამაზი ხარ? მე მელა ვარ, თქვა მელამ. მეთამაშე რა? სთხოვა პატარა უფლისწულმა. ისეთი დაღონებული ვარ. შენთან თამაში არ შემიძლია, თქვა მელამ. მოშინაურებული არ ვარ. ოჰ, მაპატიე, თქვა პატარა უფლისწულმა. ცოტა დაფიქრდა და შემდეგ იკითხა. რას ნიშნავს მოშინაურება? აქაური არ უნდა იყო, შენიშნა მელამ. აქ რას დაეძებ? ადამიანებს ვეძებ, თქვა პატარა უფლისწულმა. რას ნიშნავს მოშინაურება? ოჰ, ეს ადამიანები თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს ძალიან მოუხერხებელია. კიდევ ქათმებს ამრავლებენ. მხოლოდ ეს აქვთ კარგი. შენ ქათმებს ეძებ? არა, თქვა პატარა უფლისწულმა. მეგობრებს ვეძებ. რას ნიშნავს მოშინაურება? ეს ერთი დავიწყებული რამაა, აუხსნა მელამ. ეს ბორკილის შექმნას ნიშნავს. ბორკილის? ხო, თქვა მელამ. შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ციცქნა ბიჭუნა ხარ. ზუსტად ისეთი, როგორც 100,000 სხვა ბიჭი. და მე არაფრად მჭირდები. და არც შენ გჭირდები მე. მე შენთვის მხოლოდ მელა ვარ, როგორც 100,000 სხვა მელა. მაგრამ თუ შემიჩვევ, ჩვენ ერთმანეთისათვის საჭირონი გავხდებით. შენ ჩემთვის ერთადერთი იქნები მთელ ქვეყანაზე და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის მთელ ქვეყანაზე. გონი გავიგე. ერთი ყვავილია, ალბათ მან მომიშინაურა. ალბათ, დაეთანხმა მელა. დედამიწაზე რა არ ხდება? ეს დედამიწაზე არ მომხდარა, თქვა პატარა უფლისწულმა. მელა გაოცდა. სხვა პლანეტაზე? ხო. მონადირეები არიან იმ პლანეტაზე? არა. რა საინტერესოა, ქათმები თუ არიან? არა. არაფერია ამ ქვეყნად სრულყოფილი, ამოიოხრა მელამ. მაგრამ მერე ისევ ისე განაგრძო. ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს. ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები კი ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთნაირია და ადამიანიც ყველა ერთნაირია. ამიტომ ცოტა არ იყოს მოწყენილი ვარ. მაგრამ თუ შენ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკრომდება. შენს ნაბიჯებს 1000 შორის გავარჩევ. ადამიანის ფეხის ხმა სოროსკენ მიმარბენინებს და ვიმალები. მაგრამ შენი ნაბიჯი მომიხმობს, როგორც მუსიკა და გამოვალ ჩემი საფარიდან. და კიდევ, გაიხედე. ხედავ აი იქ, მინდორში, ხორბალი მწიფს. მე პურს არ ვჭამ, თავთავი არ მჭირდება. პურის ხოდაბუნები არაფერს მეუბნება. და ეს სევდის მომგვრელია. მაგრამ შენ ოქროსფერით მაგაქვს. და რა მშვენიერი იქნება, როცა შემიჩვევ. ოქროსფერი თავთავები შენს თავს მომაგონებს და მე შევიყვარებ ქარით აშრიალებულ თავთავებს. მელა დადუმდა და დიდხანს უცქერდა პატარა უფლისწულს. მერე თქვა, მომიშინაურე გეთაყვა. სიხარულით, უპასუხა პატარა უფლისწულმა, მაგრამ ისე ცოტა დრო მაქვს, თანაც მეგობრები მყავს მოსაძებნი და მრავალი რამ გასაგები. მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, რასაც მოიშინაურებ, თქვა მელამ. ადამიანებს დრო აღარ ყოფნით რაიმე შესატყობად. ისინი გამზადებულ საგნებს მაღაზიებში ყიდულობენ, მაგრამ განა არის ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრებით ვაჭრობენ. ამიტომაც ადამიანებს მეგობრები აღარ ჰყავთ. თუ გინდა რომ მეგობარი ყავდეს,
მომიშინაურე. რა უნდა ვქნა ამისათვის? იკითხა პატარა უფლისწულმა. მოთმინებით უნდა აღიჭურვო, უპასუხა მელამ. თავდაპირველად დაჯექი აი იქ, მოშორებით, ბალახზე, აი ასე. მე ცერად შემოგხედავ, შენ კი ჩუმად იყავი. სიტყვები მხოლოდ აშორებს ერთმანეთს, მაგრამ ყოველ დღე ცოტა უფრო ახლოს მოიწიე. მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა იმ ადგილას. სჯობს ყოველ დღე ერთი და იმავე დროს მოხვიდე, სთხოვა მელამ. აი მაგალითად, თუ 4 საათზე მოხვალ ხოლმე, მე უკვე 3 საათიდან თავს ბედნიერად ვიგრძნობ და რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო ბედნიერი ვიქნები. 4 საათზე კი ღელვას და წრიალს დავიწყებ და მე შევიცნობ ბედნიერების ფასს. ხოლო თუ კი შენ ყოველ ჯერზე სხვადასხვა დროს მოხვალ, მე არ მეცოდინება რა დროისათვის მოვამზადო ჩემი გული. წესის დაცვაა საჭირო. წესი რა არის? კითხა პატარა უფლისწულმა. ესეც დიდი ხნის წინ დავიწყებული რამაა. აუხსნა მელამ. რაღაც ისეთი, რის გამოც ერთი რომელიღაც დღე სხვა დღეებისაგან განსხვავებული ხდება. 1 საათი ყველა სხვა საათისაგან განსხვავებული. აი მაგალითად, ჩემზე მონადირეებს ასეთი წესი აქვთ. ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ერთად ცეკვავენ და რა მშვენიერი დღეა ხუთშაბათი. მე ვსეირნობ და ვენახებამდეც კი მივდივარ. ხოლო მონადირეები ნებისმიერ დღეს რომ ცეკვავდნენ, ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და სულს ვერასოდეს მოვითქვამდი. ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელა. დაი, გამომშვიდობების დროც დადგა. მე ვიტირებ შენს გამო, თქვა მელამ. შენ თვითონ ხარ დამნაშავე, თქვა პატარა უფლისწულმა. მე ხომ არ მინდოდა შენთვის სკივილის მოყენება, შენ თავად მოინდომე რომ მომეშინაურებინე. ჰო, რა თქმა უნდა, თქვა მელამ. მაგრამ შენ იტირებ. ჰო, რა თქმა უნდა. ესე იგი ცუდად ხარ. არა, იუარა მელამ. კარგად ვარ. გაიხსენე რას ვამბობდი ოქროს თავთავებზე. იგი დადუმდა. მერე დასძინა. წადი. კიდევ ერთხელ შეხედე ვარდებს. მიხვდები რომ შენი ვარდი ერთადერთია ამ ქვეყნად. ხოლო როცა ჩემთან გამოსამშვიდობებლად დაბრუნდები, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ეს იქნება ჩემი საჩუქარი. პატარა უფლისწული ვარდების სანახავად წავიდა. თქვენ სულაც არ გავხართ ჩემს ვარდს, თქვა მან. თქვენ ჯერ არა ხართ, ჯერ არავის მოუშინაურები ხართ და თქვენც არავინ მოგიშინაურებიათ. ჩემი მელაც ასეთი იყო უწინ, არაფრით განსხვავდებოდა 100,000 სხვა მელასაგან, მაგრამ მე მას დავუმეგობრდი და ის ერთადერთი გახდა მთელ ქვეყანაზე. ვარდები დიდად შეცვნენ. ლამაზები ხართ, მაგრამ ცარიელები, განაგრძო პატარა უფლისწულმა. თქვენს გამო კაცს თავის გაწირვა არ მოუნდება. რა თქმა უნდა, შემთხვევითი გამვლელი ჩემი ვარდის შემხედვარე იტყვის, რომ ის ისეთივეა, როგორიც თქვენ. მაგრამ ჩემთვის ის უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენ ყველა ერთად, რადგან მე ხომ მას და არა თქვენ ვრწყავდი ყოველ დღე. მას და არა თქვენ ვაფარებდი შუშის ხუბს. მას მალავდი თეჯირის უკან ქარისაგან რომ დამეცვა. მისთვის დავხოცე მუხლუხები, მხოლოდ 2 თუ 3 დავტოვე პეპლების გამოსაყვანად. მე ვისმენდი, როგორ ჩიოდა და ტრაბახობდა. ყურს ვუგდებდი მას მაშინაც კი, როცა დუმდა. ის მე მეკუთვნის. და პატარა უფლისწული მელასთან დაბრუნდა. მშვიდობით, თქვა მან. მშვიდობით, თქვა მელამ. აი ჩემი საიდუმლოება. იგი ძალიან მარტივია. ფხიზელი მხოლოდ გულია. თავარს თვალით ვერ დაინახავ. ყველაზე მთავარს თვალით ვერ დაინახავ, გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რათა უკეთ დაემახსოვრებინა. შენი ვარდი ასე ძვირფასია შენთვის იმიტომ, რომ მთელ შენს დღეებს მას უძღვნიდი. იმიტომ, რომ მთელ ჩემს დღეებს მას ვუძღვნიდი, გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რათა უკეთ დაემახსოვრებინა. ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, თქვა მელამ. მაგრამ შენ ნუ დაივიწყებ. შენ სამუდამოდ პასუხსაგებ მათზე, ვინც შეიჩვიე. შენ პასუხსაგებ შენს ვარდზე.
მე პასუხს ვაგებ ჩემს ვარდზე, გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რათა უკეთ დაემახსოვრებინა. თავი 22. გამარჯობა, თქვა პატარა უფლისწულმა. გაგიმარჯოს, მიუგო მეისრემ. აქ რას აკეთებ? კითხა პატარა უფლისწულმა. გზავრებს ვანაწილებ, უპასუხა მეისრემ. მატარებლებში ვსხამ თითო ჯერზე 1000 კაცს და მერე ვამგზავრებ ერთ მატარებელს მარჯვნივ, მეორეს მარცხნივ. და გაჩახჩახებულმა სწრაფმა მატარებელმა გრუხუნით ჩაიქროლა ისე, რომ მეისრის ჯიხური მთლად შეზანზარდა. როგორ ჩქარობენ? გაუკვირდა პატარა უფლისწულს. რას დაეძებენ? ეს მე მანქანემაც კი არ იცის, თქვა მეისრემ. ამ დროს კიდევ ერთმა გაფრთხუიალებულმა სწრაფმა მატარებელმა ჩაიქროლა გრგვინვით საპირისპირო მიმართულებით. უკვე ბრუნდებიან? გაუკვირდა პატარა უფლისწულს. არა, ეს სხვა მატარებელია, თქვა მეისრემ. შემხვედრი. სადაც იყვნენ იქ რა, ცუდი იყო? კარგი იქ არის, სადაც ჩვენ არ ვართ, თქვა მეისრემ და მესამე სწრაფმა მატარებელმა ჩაიწივლა. უნდათ რომ პირველს დაეწიონ? იკითხა პატარა უფლისწულმა. არაფერიც არ უნდათ, თქვა მეისრემ. ვაგონებში სძინავთ, ან უბრალოდ სხედან და ამთქნარებენ. მხოლოდ ბავშვები ეკვრიან ფანჯრებს ცხვირებით. მხოლოდ ბავშვებმა იციან რას ეძებენ, თქვა პატარა უფლისწულმა. ისინი მთელ თავის დროს ნაჭრის თოჯინას უძღვნიან. ის მათთვის ძალიან ძვირფასი ხდება და თუ წაართმევ, ბავშვები ტირიან. მათ და საბედნიეროდ, თქვა მეისრემ. თავი 23. გამარჯობა, თქვა პატარა უფლისწულმა. გაგიმარჯოს, უპასუხა ვაჭარმა. ის უახლესი აბებით ვაჭრობდა, რომელიც წყურვილს კლავს. გადაყლაპავ ერთ ასეთ აბს და მერე მთელი კვირა დალევა აღარ გინდა. რატომ ყიდი? ვკითხა პატარა უფლისწულმა. ისინი დროის დაზოგვაში გეხმარებიან, უპასუხა ვაჭარმა. სპეციალისტების გათვლით 53 წუთის ეკონომიაა შესაძლებელი კვირის მანძილზე. და რა უნდა აკეთო ეს 53 წუთი? რაც გინდა? 53 წუთი რომ მქონდეს თავისუფალი, გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. უბრალოდ წყაროსაკენ წავიდოდი. თავი 24. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ავარია განვიცადე და აბებით მოვაჭრის ამბავს რომ ვისმენდი, წყლის უკანასკნელი ყლუპი დავლიე. ჰო, ვუთხარი პატარა უფლისწულს. ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითმფრინავის შეკეთება ჯერაც ვერ მოვახერხე. წვეთი წყალი აღარ დამრჩა და ბედნიერი ვიქნებოდი მეც რომ შემეძლოს უბრალოდ წყაროსაკენ წასვლა. ჩემი მეგობარი მელა. ჩემო კარგო, ახლა მელას თავი არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ წყურვილით სიკვდილი მომელის. ვერ მიხვდა რა კავშირი იყო აქ. მან თქვა, კარგია თუ ოდესმე მეგობარი ყოლია. თუნდაც სიკვდილი გემუქრებოდეს, აი მე ძალიან მიხარია რომ მელას დაუმეგობრდი. არ ესმის რაოდენ დიდია საფრთხე. მას არასოდეს განუცდი არც შიმშილი, არც წყურვილი, მისთვის მზის სხივით საკმარისია. ეს ხმა მაღლა არ მithქვამს, მხოლოდ გავიფიქრე, მაგრამ პატარა უფლისწულმა შემომხედა და ჩაილაპარაკა. მეც მწყურია. წამო ჭავიპოვოთ. უღონოდ გავშალე ხელები. რა აზრი აქვს ალალბედზე ჭის ძებნას უკიდეგანო უდაბნოში. და მაინც გზას გავუდექით. თითქოს მდუმარეთ მივდიოდით. ჩამოღამდა, ცაში ვარსკვლავები აკიაფდნენ. წყურვილისაგან მამცივნებდა და თითქოს სიზმართ ხატში ვიყავი, ისევ ხედავდი მათ ციაკს. თავში პატარა უფლისწულის სიტყვები მიტრიალებდა და ვკითხე. შენ იცი რა არის წყურვილი? არ მიპასუხა, უბრალოდ თქვა. წყალი გულსაც რგებს. ვერ მივხვდი, მაგრამ დავდუმდი. ვიცოდი არ ღირდა მისი გამოკითხვა. დაიღალა, ქვიშაზე დაეშვა, გვერდით მივუჯექი. დუმდით, მერე თქვა. ვარსკვლავები ძალიან ლამაზები არიან, იმიტომ რომ იქ სადღაც არის ყვავილი, თუმცა კი არ ჩანს. მართალია,
მხოლოდ ეს ვთქვი და გავცქეროდი მთვარით განათებული ქვიშის ტალღებს. უდაბნოც მშვენიერია, დასწინა პატარა უფლისწულმა. მართალია, ყოველთვის მომწონდა უდაბნო, სიხარ ქვიშის დიუნაზე, არაფერი ჩანს, არაფერი ისმის და მაინც სიჩუმე თითქოს ასხივებს. იცი რითია უდაბნო კარგი? თქვა მან. სადღაც მის წიაღში ნაკადულები იმალებიან. გავოცდი. უეცრად მივხვდი, რატომ ასხივებდა იდუმალად ქვიშა. ოდესღაც პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ძველი-ძველ სახლში ცხოვრობდი. ასე ამბობდნენ, მასში განძიაო დამალული. რა თქმა უნდა, არავის აღმოუჩენია იგი, ან კი შესაძლოა არც არავის უძებნია, მაგრამ მის გამო სახლი თითქოს გრძნეულების საბურველში იყო გახვეული. გულში საიდუმლოს ინახავდა. ჰო, ვთქვი მე. სახლი იქნება ვარსკვლავები თუ უდაბნო, ყველაზე მშვენიერი მათში ისაა, რასაც თვალით ვერ დაინახავ. მიხარია, რომ ჩემს მეგობარ მელას ეთანხმები, თქვა პატარა უფლისწულმა. მერე ჩაეძინა, ხელში ავიყვანე და გზა გავაგრძელე. აღელვებული ვიყავი, მეჩვენებოდა, რომ ნაზი საუნჯე მიმქონდა. ისიც კი მომეჩვენა, რომ მასზე სათუთი არაფერია ჩვენს დედამიწაზე. მთვარის შუქზე შევცქეროდი მის ფერმკრთალ შუბლს, დახუჭულ თვალებს, ოქროს კულულებს, რომლებსაც ქარი არ ხევდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი. ეს მხოლოდ გარსია. მთავარი ისაა, რასაც თვალით ვერ დაინახავ. ოდნავ გაპობილი ბაგე ღიმილმა შეუტოკა და ჩემთვის ვთქვი. ყველაზე გულის ამაჩუყებელი ამ მძინარე პატარა უფლისწულში მისი ერთგულებაა ყვავილისადმი, ვარდის სახე, რომელიც მასში ასხივებს, როგორც კანდელის ალი მაშინაც კი, როცა მას ძინავს. და მივხვდი, რომ ის კიდევ უფრო სათუთია, ვიდრე ჩანს. კანდელს გაფრთხილება სჭირდება, სიოს მსუბუქ ქროლვასაც კი შეუძლია მისი ჩაქრობა. ასე მივდიოდი, დილით კი ჭას მივადექი. თავი 25. ადამიანები სწრაფ მატარებლებში სხდებიან, მაგრამ უკვე თავადვე არ უწყიან, რას დაეძებენ. თქვა პატარა უფლისწულმა. ამიტომაც მოსვენება არა აქვთ და აქეთ-იქით მიმოეხეთქებიან. მერე დაუმატა და სულ ამაოდ. ჭა, რომელსაც მივადექით, ისეთი როდი იყო, როგორიც სხვა ჭებია საჰარაში. ჩვეულებრივ აქ ჭა უბრალოდ ქვიშაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო, მაგრამ სოფელი აქ არსად ჩანდა და ვიფიქრე, რომ ყველაფერი მესიზმრებოდა. რა უცნაურია, ვუთხარი პატარა უფლისწულს. აქ ყველაფერი მზადაა, ოწინარიც, სათლიცა და თოკიც. მან გაიცინა, თოქს მოჰკიდა ხელი და წყლის ამოღება შეუდგა. ოწინარმა ჭრიალი დაიწყო, როგორც ძველმა, დიდი ხნის უკარობისაგან დაჟანგულმა ფლიუგერმა. გესმის? თქვა პატარა უფლისწულმა. ჭა გავაღვიძეთ და მან სიმღერა წამოიწყო. მეშინოდა არ დაღლილიყო. მე თვითონ ამოვიღებ წყალს, უთხარი, შენ ვერ შესძლებ. ნელ-ნელა ამოვიღე სავსე სათლი და საიმედოდ დავდგი გვიმზე. ყურში ჯერისევ ჩამესმოდა მოჭრიალე ოწინარის სიმღერა. სათლში წყალი ჯერისევ ირხეოდა და მასში მზის სხივები ჩაციმციმებდნენ. ეს წყალი მწყურია, თქვა პატარა უფლისწულმა. მომეცი მოვსვა და მივხვდი, რასაც ეძებდა. სათლი ბაგესთან მივუტანე, თვალდახუჭული დაეწაფა. ნუგბარივით იყო ნადიმისას. უბრალო წყალი როდი იყო. იგი ვარსკვლავიან ღამეში იშვა ხანგრძლივი სიარულის, ოწინარის ჭრიალისა და ჩემი მკლავების ძალისხმევისაგან. გულს ისე ახარებდა, როგორც საჩუქარი. პატარა რომ ვიყავი, საშობაო საჩუქრებიც ასე ანათებდნენ ჩემთვის. ნაძვის ხეზე ანთებული სანთლები, ორღანის ბგერები შუაღამის მესაზე, ალერსიანი ღიმილი. შენს პლანეტაზე, თქვა პატარა უფლისწულმა, ადამიანები ერთ ბაღში 5,000 ვარდს ახარებენ და იმას ვერ პოულობენ, რასაც ეძებენ. ვერ პოულობენ, დავეთანხმე. იმის პოვნა კი, რასაც დაეძებენ, ერთადერთ ვარდში შეიძლება, წყლის ერთ ყლუბში. რა თქმა უნდა, დავეთანხმე. და პატარა უფლისწულმა თქვა, მაგრამ თვალები ბრმა, გულით უნდა ეძიო.
წყალი დავლიე, სუბუქად ვსუნთქავდი. გარეშ რაჟზე ქვიშა ოქროსფერი ხდება, თაფლივით. ესეც მახარებდა. ნეტავ რა მქონდა დასაღონებელი. დანაპირები უნდა შეასრულო, რბილად თქვა პატარა უფლისწულმა და ისევ ჩამომიჯდა. რა დანაპირები? გახსოვს დამპირდი, ალიკაპს ჩემი ბატკნისათვის. მე ხომ პასუხს ვაგებ იმ ყვავილზე. ჯიბიდან ჩემი ნახატები ამოვიღე. პატარა უფლისწულმა შეათვალიერა და გაიცინა. შენი ბაობაბები ცოტა არ იყოს კომბოსტოს გვანან. მე კი ჩემი ბაობაბებით ისევ ამაყობდი. შენს მელას კი ყურები რქებივით აქვს და თან ისეთი გრძელი, მან ისევ გაიცინა. უსამართლო ხარ მეგობარო, მე ხომ არასოდეს ვიცოდი ხატვა, მხოლოდ მახრჩობელებისა გარედან და შიგნიდან. არა უშავს, დამამშვიდა. ბავშვები ისედაც მიხვდებიან და ბატკანს ალიკაპი დაუხატე. ნახატი პატარა უფლისწულს გავუწოდე და გული შემეკუბშა. რაღაც მოგიფიქრებია და არ მიმხელ, მაგრამ მან არ მიპასუხა. იცი, თქვა მან. ხვალ 1 წელი სრულდება, რაც თქვენთან დედამიწაზე მოვხვდი. და დადუმდა. მერე განაგრძო. მე აქედან სულ ახლოს ჩამოვარდი და გაწითლდა. და ისე ვინ იცის რატომ გული მომეწურა, მაინც ვკითხე. ესე იგი იმ დილას 1 კვირის წინ, როცა ერთმანეთი გავიცანით, შემთხვევით არ დასეირნობდი აქ სულ მარტო, ამ უდაბნოში. იმ ადგილას ბრუნდებოდი, სადაც მაშინ ჩამოვარდი. პატარა უფლისწული კიდევ უფრო მეტად გაწითლდა. მე კი გაუბედავად დავძინე. იქნებ იმიტომ, რომ წელი სრულდება. და ისევ გაწითლდა. მან არც ერთ კითხვაზე არ მიპასუხა, მაგრამ გაწითლება ხომ დასტურს ნიშნავს. ასე არ არის განა. მოусვენრად ვარ, წამოვიწყე მე. მაგრამ მან თქვა, დროა სამუშაოს შეუდგე. წადი შენს მანქანასთან, მე აქ დაგელოდები, ხვალ საღამოს დაბრუნდი. თუმცა ვერ დამშვიდდი. მელა გამახსენდა, როცა თავს აშინაურებინებ, მერე ცრემლის ხრაც გიწევს ხოლმე. თავი 26. ჭისგან არც თუ მოშორებით ძველი ქვის გალავნის ნანგრევები შემორჩენილიყო. მეორე საღამოს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ იქ დავბრუნდი და ჯერ კიდევ შორიდან დავინახე, რომ პატარა უფლისწული კედლის კიდეზე ჩამომჯდარიყო და ფეხები კედელზე გადმოეყო. მისი ხმა გავიგონე. განა არ გახსოვს? ამბობდა ის. ეს სულაც არ ყოფილა აქ. როგორც ჩანს, მას ვიღაც პასუხობდა, რადგან მან მიუგო. ხო, რა თქმა უნდა, ეს ზუსტად 1 წლის წინ იყო, ზუსტად ამ დღეს, ოღონდ სხვა ადგილას. ფეხს აუჩქარე, მაგრამ კედელთან ვერავინ დავინახე და ვერც ვერაფერი გავიგონე. პატარა უფლისწულმა კი ისევ ვიღაცას უპასუხა. რა თქმა უნდა, ჩემს ნაკვალებს ქვიშაზე იპოვი და მაშინ მელოდე, ამაღამ იქ მოვალ. კედლამდე 20 მეტრი ღარჩებოდა და მე ისევ ვეღარაფერს ვხედავდი. მცირე დუმილის შემდეგ პატარა უფლისწულმა იკითხა. კარგი შხამი გაქვს? დიდხანს ხომ არ ვიწვალებ. გავქვავდი. გული შემეკუმშა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებოდი. ახლა წადი, თქვა პატარა უფლისწულმა. კეთლიდან მინდა ჩამოხვდე. მაშინ თვალები დავხარე და ელდა მეცა. კედლის ძირში პატარა უფლისწულისაკენ თავაღერებული ყვითელი გველი დაგორგლილიყო. ისეთი ნახევარ წუთში, რომ კლავს ადამიანს. ჯიბეში რევოლვერი მოვისინჯე. სირბილით გავექანე მისკენ, მაგრამ ნაბიჯების ხმაზე გველი წყნარად გასრიალდა ქვიშაზე, თითქოს მომაკვდავი ნაკადულიაო და ძლივს გასაგონი მეტალისებური ჩქამით აუჩქარებლად გაუჩინარდა ქვებში. კედელთან მივირბინე და ჩემი პატარა უფლისწული ხელში ავიტაცე. თოვლივით მკრთალი იყო. ეს რა არის პატარავ? შევძახე. გველებს რატომ უბამ ლაპარაკს? მისი უცვლელი შარფი შევუხსენი. საფეთქლები დავუსველე და წყალი დავალევინე, მაგრამ მეტი ვერაფრის კითხვა ვერ გავბედე. მან სერიოზულად შემომხედა და ხელები კისერზე შემომხვია. მესმოდა, როგორ უცემდა გული,
მახეში გაბმული ჩიტი. მან თქვა: მიხარია მანქანა რომ შეგიკეთებია, ახლა შეგიძლია შინ დაბრუნდე. საიდან იცი? სწორედ ახლა ვაპირებდი მისთვის იმის თქმას, რომ მიუხედავად მოლოდინისა, თვითმფრინავის შეკეთება მოვახერხე. მან არ მიპასუხა, მხოლოდ მითხრა: დღეს მეც დავბრუნდები შინ. მერე ნაღვლიანად დასძინა. ის გაცილებით შორსაა და გზაც უფრო რთულია. ყველაფერი უცნაური იყო, მაგრად მივიხუდე, ჩვილი ბავშვივით. თუმცა მეჩვენებოდა, რომ იგი მისყლტებოდა, მას თითქოს უფსკრული სრუტავდა და მე უძლური ვიყავი იგი შემეკავებინა. ჩაფიქრებული შორეც გასცქეროდა. მე შენი ბატკანი დამრჩება და ყუთი ბატკნისათვის და ალიკაპი. მან ნაღვლიანად გაიღიმა. დიდხანს ველოდებოდი თითქოს გონზე მოდისო. შეშინებულ ხარ, პატარავ. მოდი და ნუ შეგეშინდება, მაგრამ მან ჩუმად გაიცინა. ამაღამ კიდევ უფრო საშიში იქნება. და მე ისევ გამაცივა გამოუსწორებელი უბედურების მოლოდინისაგან. ნუ თუ ვეღარასოდეს გავიგონებ მის სიცილს. ეს სიცილი ჩემთვის ისია, როგორც ნაკადული უდაბნოში. პატარავ, კიდევ მინდა გავიგონო შენი სიცილი. მაგრამ მან თქვა: ამაღამ 1 წელი შესრულდება. ჩემი ვარსკვლავი ზუსტად იმ ადგილას დადგება, სადაც მე 1 წლის წინ ჩამოვარდი. მომისმინე, პატარავ, ეს ყველაფერი გველი, ვარსკვლავებთან პაემანი, უბრალოდ ცუდი სიზმარია, არა? მაგრამ მან არ მიპასუხა. მნიშვნელოვანი ის არის, რასაც თვალით ვერ დაინახავ, თქვა მან. ხო, რა თქმა უნდა. როგორც ყვავილი. თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც შორეულ ვარსკვლავზე იზრდება, კარგია ღამღამობით ცაში მზერა. ყველა ვარსკვლავი იფურჩქნება. ხო, რა თქმა უნდა. როგორც წყალი. წყალი რომ დამალევინე, იგი მუსიკასავით იყო და ყველაფერი ოწინარისა და თოკის გამო. გახსოვს? ძალიან კარგი იყო. ხო, რა თქმა უნდა. ღამით ვარსკვლავებს შეხედავ, ჩემი ვარსკვლავი ძალიან პატარაა. მე მას ვერ დაგანახებ. ასე სჯობს კიდეც. შენთვის ის უბრალოდ 1 ვარსკვლავთაგანი იქნება და შენ შეგიყვარდება ვარსკვლავების ცქერა. შენი მეგობრები გახდებიან და კიდევ რაღაც მინდა გაჩუქო. და მან გაიცინა. ოჰ, პატარა უფლისწულო, როგორ მიყვარს შენი სიცილი. სწორედ ესაა ჩემი საჩუქარი. ეს იქნება როგორც წყალი. ეს როგორ? ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი აქვს. ზოგს, მათ ვინც მოგზაურობს, ისინი გზას უთითებენ. სხვებისათვის ეს უბრალოდ პატარა აკიაფებული წერტილებია. მეცნიერებისათვის ისინი ამოცანას წარმოადგენენ, რომელიც უნდა მოხსნან. ჩემი საქმოსანისათვის ისინი ოქროა, მაგრამ ყველა ამ ადამიანისათვის ვარსკვლავები უტყვია. შენ კი სრულიად განსაკუთრებული ვარსკვლავები გექნება. როგორ? ღამით ცა შეხედავ. იქ კი იქნება ვარსკვლავი, რომელზეც მე ვცხოვრობ, რომელზეც მე ვიცინი და შენ გაიგონებ, რომ ყველა ვარსკვლავი იცინის. შენ მოცინარე ვარსკვლავები გექნება და ისევ გაიცინა. და როცა ინუგეშებ, ბოლოს და ბოლოს, ნუგეში ყოველთვის მოდის. გაიხარებ, რომ ოდესღაც მიცნობდი. შენ ყოველთვის ჩემს მეგობრად დარჩები, ჩემთან ერთად ციცილი მოგინდება. ზოგჯერ აი ასე, გააღებ სარკმელს და გაიხარებ. და შენი მეგობრები გაიკვირვებენ, რომ შენ ცას უცქერ და იცინი. შენ კი მათ ეტყვი. ხო, მე ყოველთვის ვიცინი, როცა ცას შევცქერი. და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე. აი რას დაგმართებ. მან ისევ გაიცინა. თითქოს ვარსკვლავების ნაცვლად ურიცხვი მოცინარე ეჟვანი გაჩუქე. და ისევ გაიცინა. მერე ისევ სერიოზული გახდა. იცი, ამაღამ სჯობს არ მოხვიდე. არ მიგატოვებ. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მე მტკივა. ისიც კი მოგეჩვენება, რომ კვდები. ასე ხდება ხოლმე. არ მოხვიდე, არ გინდა. არ მიგატოვებ. მაგრამ ის რაღაცით იყო შეზრუნვებული. იცი, ეს კიდევ გველის გამოა. ვაი თუ დაგგესლოს,
გველი ბოროტია, ადამიანის დაგესვლა ერთ სიამოვნებად უღირს. არ მიგატოვებ. უცებ დაწყნარდა. თუმცა ორივესთვის გესლი არ ეყოფა. იმ ღამეს ვერ შევამჩნიე როგორ წავიდა. შეუმჩნევლად გასხდა. როცა დავეწიე სწრაფი მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა. ოჰ, აქ ხარ. მხოლოდ ეს თქვა და ხელი მომკიდა. მაგრამ მას რაღაც აშფოთებდა. ტყუილად მოდიხარ ჩემთან ერთად. შენთვის მტკივნეული იქნება ჩემი ცქერა. გეგონება რომ კვდები, მაგრამ ეს ასე არ არის. მე ვდუმდი. იცი, ჩემი სახლი შორსაა. ჩემი სხეული კი მეტისმეტად მძიმე, თან ვერ ვზიდავ. მე ვდუმდი. ეს იგივეა, ძველი გარსი რომ მოიცილო, ამაში არაფერია სამწუხარო. მე ვდუმდი. თითქოს ილაჯი გაუწყდაო, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ დაატანა თავს ძალა. იცი, ძალიან კარგი იქნება. მეც ვარსკვლავებს დავუწყებ მზერას და ყველა ვარსკვლავი ძველ ჭასავით გახდება, მოჭრიალეო წინარი და ყოველი წყალს დამალევინებს. მე ვდუმდი. იფიქრე, რა სახალისოა. შენ 500 მილიონი ეჟვანი გექნება, მე კი 500 მილიონი ნაკადული. და თვითონაც დადუმდა, რადგანაც ატირდა. აი ჩვენც მოვედით. ნება მომეცი ერთი ნაბიჯი მარტომ გადავდგა. ქვიშაში ჩაჯდა, იმიტომ რომ შიშმა აიტანა. მერე თქვა, იცი, ჩემი ვარდი. მე მასზე პასუხს ვაგებ. იგი კი ისეთი სუსტია და ისეთი ალალი. მხოლოდ 4 საწყალი ეკალი აქვს, სხვა ვერაფრით დაიცავს თავს სამყაროსაგან. მეც ჩავჯექი, იმიტომ რომ ფეხები მომეკვეთა. მან თქვა, აი, სულ ეს იყო. კიდევ ერთი წუთი შეყოვნდა, მერე ადგა და ერთი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ. მე კი განძრევა აღარ შემეძლო. თითქოს ყვითელი ელვა გაკრთა მის ფეხებთან. წამი უძრავად იდგა, არ წამოუყვირია. მერე წაიქცა, ნელა როგორც ხე ეცემა. ნელა და უხმოდ, ქვიშა ხომ ყველა ბგერას ახშობს. თავი 27. 6 წელი გავიდა უკვე. აქამდე არავისთვის მომიყოლია ეს ამბავი. როცა დავბრუნდი, მეგობრებმა გაიხარეს ცოცხალი და უვნებელი რომ ნახეს. დაღონებული ვიყავი, მაგრამ ვამბობდი უბრალოდ დავიღალე. ახლა ცოტა დავმშვიდდი, უფრო სწორად მთლად არა, მაგრამ ვიცი, ის თავის პლანეტას დაუბრუნდა, რადგან რომ გათენდა, მისი სხეული ქვიშაზე ვეღარ ვიპოვე, არც ისე მძიმე იყო. ღამღამობით კი ვარსკვლავების მოსმენა მიყვარს. თითქოს 5 მილიონი ეჟვანი ჟღერდეს. მაგრამ აი რა არის საკვირველი. როცა ბატკნისათვის ალიკაპს ვხატავდი, თასმის დახატვა დამვიწყებია. პატარა უფლისწული თავის ბატკანს ალიკაპს ვერ ჩამოაცვამს და ჩემს თავს ვეკითხები, რა ხდება იქ, მის პლანეტაზე, ვაი თუ ბატკანმა ვარდი შეჭამა. ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები, არა, რა თქმა უნდა არა. პატარა უფლისწული ღამღამობით ვარც ყოველთვის შუშის ხუბს აფარებს და ბატკანსაც დიდი ყურადღებით ეპყრობა. მაშინ მე ბედნიერი ვარ და ყველა ვარსკვლავი წყნარად იცინის. ზოგჯერ კი ვფიქრობ, ხომ ხდება ხანდახან, ყურადღება გიდუნდება. მაშინ ყველაფერს უნდა ელოდო. ვაი თუ ერთ საღამოს დაავიწყდა შუშის ხუფის დაფარება, ან ბატკანი ღამით ჩუმად გარეთ გამოიპარა და მაშინ ეჟვნები ტირიან. ყოველივე ეს იდუმალი და შეუცნობელია. მათთვის, ვინც პატარა უფლისწული შეიყვარა, ისევე როგორც ჩემთვის, სულაც არ არის სულ ერთი. მთელი სამყარო იცვლება იმით, რომ სადღაც სამყაროს უცნობ კუნჭულში ბატკანმა, რომელიც არასოდეს გვინახავს, შესაძლოა ჩვენთვის უცნობი ვარდი შეჭამა. ახედეთ ზეცას და თავს კითხეთ. ცოცხალია თუ არა ის ვარდი, თუ აღარ არსებობს. ვაი თუ ბატკანმა შეჭამა და თქვენ დაინახავთ, ყველაფერი სხვანაირი გახდება და ვერასდროს ვერც ერთი უფროსი ვერ გაიგებს,
რაოდენ მნიშვნელოვანია ეს. მე მგონი ეს ყველაზე ლამაზი და ყველაზე სევდიანი ადგილია დედამიწის ზურგზე. წინა გვერდზეც უდაბნოს იგივე ადგილია დახატული, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავხატე, რათა თქვენ უკეთესად დაიმახსოვროთ. პატარა უფლისწული პირველად ამ ადგილას გამოჩნდა დედამიწაზე და მერე აქვე გაუჩინარდა. ყურადღებით დააკვირდით, რათა აუცილებლად იცნოთ ეს ადგილი, თუ კი ოდესმე აფრიკაში მოხვდებით, უდაბნოში. თუ კი აქ მოგიწევთ გავლა, გაფიცებთ, ნუ აჩქარდებით, შეყოვდით, მცირედ ამ ვარსკვლავის ქვეშ. და თუ თქვენთან ციცქნა ბიჭუნა მოვა ოქროსფერი თმებით, თუ კი ის წკრიალა ხმით გაიცინებს და არაფერს გიპასუხებს თქვენს შეკითხვებზე, თქვენ რაღა თქმა უნდა მიხვდებით, ვინ არის ის. მაშინ ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი ნუგეშის ძემა მწუხარებაში. სწრაფად მომწერეთ, რომ იგი დაბრუნდა. დასასრული. ჩაწერილია სტუდიაში ცოდნა. კითხულობდა ნინო პაპიაშვილი. თბილისი 2010 წელი.